მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, ეთერშია გადაცემა ანალიტიკა, რომელსაც მე თენგომანიძე და ჩემი კოლეგა მერაბ ჭიქაშვილი გაუძღვებით, რომელიც იმყოფებოდა გერმანიაში, დაბრუნდა და დღეს კვლავ ჩვენთან ერთად სტუდიაში იქნება. მოგესალმებით მერაბ. მოგესალმებით. კვლავ სტუდიაში ყოფნა. მოგესალმებით თენგო, მივესალმებით ჩვენს თვალს და მაყურებელს და მივესალმებით ასევე ყველას, ვისაც ჩვენ ახლა ხანს უკვე გადავედით მხოლოდ ინტერნეტ მაუწყებლობაზე და ვინ ჩვენს YouTube-ზე, YouTube გვერდზე და ასევე სოციალურ ქსელში გვადანებს თვალყურს, ყველას მინდა მივესალმო და ვფიქრობ, რომ ნელ-ნელა განსაკუთრებით ეს გადაცემა, სადაც ჩვენ გვაქვს საშუალება მშობა არ აქვს, თქვათ, გერმანიაში ვიქნები, ან და თქვათ, შენ არ იყო თბილისში, ან და რაღაცა თქვათ, ვიზიტი იქნება თუ ის რაღაც პირად საქმეზე ვიქნები წასული სოფლიოს სხვა ქვეყანაში, ან და საქართველოს ნებისმიერ სხვა ქალაქში, ჩვენს გადაცემა გვაძლევს საშუალებას და მადლობა ჩვენ ტექნიკურ სამსახურს, რომ შეგვიძლია რომ ყოველთვის გქონდეს ეს გადაცემა და მთავარი არსს არ ვკარგავთ და გვინდა რომ ეს ბოლომდე შევინარჩუნოთ, სადაც ანალიტიკა ზოგადად სადაც ჩვენ ამათ მიმდინარე მნიშვნელოვან საკითხებზე პროცესებზე გვექნება საუბარი, არა მხოლოდ აქ არ არის მხოლოდ დღეს ყველაფერი მაინც პოლიტიკაა და პოლიტიკას უკავშირდება, მაგრამ არა მხოლოდ პოლიტიკა, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე გვექნება საუბარი და ხშირ შემთხვევაში იმ მივიწყებულ თემებზე ვისაუბრებ სტუმრებთან ერთად, რაც შეიძლება რაღაცა კულტურის ერთი რაღაცა ვიღაცისთვის უნიშნელო რაღაცა სფერო იყოს და თქო ეკონომიკის იქნება თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამიტომ ჩვენ ვცდილობთ ყოველ შემთხვევაში რაციონალურად იმ ფაქტებით, რაც არის ვისაუბროთ და განსაკუთრებით, როცა ისტორიულ ელემენტებზეა საუბარი, ის ცოდნა რაც ჩვენ გვაქვს და ის კვლევები იქნება თუ მასალა რაც არის, ვაჩვენებ, წავიკითხავ და სწორედ ამ პარალელებს გავავლებ და დღესაც ვიცი რომ ესეთი რამ გვაქვს. კი, რამდენიმე თემა გვაქვს დღეს მოფიქრებული. პირველ რიგში მინდა ვთხოვ მაყურებელს, რომ მოიწონეთ ვიდეო, გააზიარეთ სოციალურ ქსელებში, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, განსაკუთრებით, როცა ამ ფორმატში მოვუწყებლობთ, ეს დაგვეხმარება, რომ უფრო დიდი აუდიტორია მოვიცვათ, გავზარდოთ ჩვენი მაუწყებლობის მასშტაბი და მეტი და მეტი სიახლეები შემოგთავაზოთ, ამიტომ ყველას გთხოვთ, რომ დაგვეხმაროთ აი ამ საქმეში, დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი ძვირფასი მაყურებელი არ დაგუზარდება ამ პატარა თხოვნაზე და გააზიარებს ვიდეოს. რაც შეეხება, მოდი დღევანდელ თემებს გადავიდეთ უშუალოდ საკითხებზე. 17 მაისი მაქვს პირველ თემად მონიშნული, ძალიან მნიშვნელოვანი დღე, რომელიც როგორ თქვა, ნამდვილი ტრიუმფი იყო წლევანდელი 17 მაისი. ძალიან ბევრი ადამიანი, სხვა შორის ვიტყვი, რომ აი რამდენიმე დღით ადრე დაიწყო ამ თემაზე სოციალურ ქსელებში კამპანია და ახლობით 2-3 დღით ადრე გამოცხადდა რიცხვიც, ადგილი, შეკრების ადგილიც და ასე შემდეგ და ცოტა არ იყოს ისე შარშანდელი ფიში 17 მაისს ხომ გვახსოვს ხარ აი რამდენი სხვა ხალხი იყო გამოსული და რაღაცა ცოტა ისე აი შიშით უყურებდი რომ იქნება წელს ხომ არ იქნება რომ აი დავარდეს ასე ვთქვათ არანაირად გადაივსო თბილისი და არა მარტო თბილისი საქართველოს ქალაქები მრევლი მოქალაქეები ჩვენი ქვეყნის იყვნენ ჩართული აი ამ მართლაც შესანიშნავი დღესასწაულის აღნიშვნაში და რაც არ უნდა საოცარი რა, ეხლა საოცარი არ არის, მაგაში არაფერი და რა თქმა უნდა ქონდა წინასწარ ამისი მოლოდინი, მაგრამ აი წელს განსაკუთრებით იგრძნობოდა ამ მეორე ფლანგის გაღიზიანება ამ ყველაფრით რა და ბოლოს დაამთავრეს კიდეც ეგ დღე ისე რომ რუსთაველზე შეკრებილმა 5-მა თუ 6-მა აქტივისტმა სისარტყელას დროშები ფერები გაუშვეს, ასე ვთქვათ, რაღაც კვამლი პარლამენტარო თითქოს აი რაღაც თავისი თავი მაინც შეგვახსენეს. უბრალოდ რა არის, მე რა ბრო, ადამიანები, რომლებიც აი ამ დღეს რო გეი პრაიდს ატარებდნენ, მაგაზე ქონდათ არგუმენტი, რომ შენ რატო გაღიზიანებს, კაცო, ეს დღე შენ თუ არ გინდა, ნუ გაიზიარებ ამ ღირებულებებს, მაგრამ ვიღაცა თუ იზიარებს, იმას ხომ უნდა კონდეს ქუჩაში გამოსვლის უფლება. დღეს ეს ადამიანები არიან აი რაღაც დაცინვით და ბულინგით და აი ესეთი ფორმით ლაპარაკობენ იმ ღირებულებებზე, რაც არის უმრავლესობისთვის, მოსახლეობისთვის, მისაღები და ღირებული, ხო? და ეს რანაირად ჯდება ერთი ადამიანის ტვინში, ეს ყველაფერი, რომ თუ კი მისთვის საწინააღმდეგო პოზიციაზეა ვინმე ეს რაღაც მაშინვე გამოხატვის თავისუფლება ახსენდება, მაგრამ როდესაც თავად უნდება კრიტიკა განსხვავებულებს, მაშინ ეს გამოხატვის თავისუფლება აღარ არსებობს მისთვის. აი ეს ორმაგი სტანდარტები არის ხოლმე ყოველთვის თვალში საცემი ამ ხრივ და არც ლევანდელი წელი არ იყო ამ ხრივ გამონაკლისი, მაგრამ საბედნიეროდ და ღვთისმწყალობით და ქართველი ხალხის აი ამ ერთსულოვნებით ძალიან ჩაიკარგა მათი ხმა.
ძირითადად ეს დღე მაინც დარჩა და დაამახსოვრდა საზოგადოებას როგორც აი ქართველი ხალხის ერთიანობის დღე და დიდი მადლობა პირველ რიგში რა თქმა უნდა ამ ყველაფერში ეკლესიას, საპატრიარქოს, მის უწმიდესობას, რომლის ლოცვა-კურთხევითაც ეს ყველაფერი ტარდებოდა. კი, მე აი რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია სხვა შორის მაგ დღეს მოვფრინავდი ფაქტიურად გზაში ვიყავი და სოციალურ ქსელში ვაკვირდებოდი და მართალი ხარ რაღაცნაირად აი სოციალურ ქსელშიც მომძლავრდა უფრო მეტად რაღაცა იცი ზეიმის აღსანიშნავი ანუ ის რომ უწმინდესმა დააწესა ეს დღე და ის რომ ეს დღესასწაულია აი წლევანდელ წელს 17 მაისამდე ვიდრე ეს მოხდებოდა აი შენ თქვი რომ 3 დღით ადრე ძალიან ისეთი კამპანია იყო და მართალია სოციალურ ქსელში მithumetes იმ სოციალურ ქსელში სადაც ნუ ვიცით რომ ძირითადად მაინც ახალგაზრდობა ვიცით იქ რა სეგმენტია ვიცით ლიბერალური საზოგადოება იქ როგორი ძლიერია ჩვენ ამას არ უარყოფ თუმცა იმას ანიშნავს რომ დავნებდეთ და რაღაცა აქეთ ხარეს არ გქონდეს ხო გვინდა რომ გადავხდეთ კი ბატონო სწორედ ამ ეს მიზეზია ჩვენ ინტერნეტში მაუწყებლობაც ერთ-ერთი ყველაზე მთავარი არის ის რომ დიახ სწორედაც იქ სადაც ძალიან დიდი აუდიტორია ახალგაზრდები ჩვენი მომავალი თაობის ჩვენი შვილების შენ შეიძლება ცოტა პატარა ვიყავს უფრო, მაგრამ მაინცაც არ უნდა იყოს დღეს უკვე 7-8 წლის ახალგაზრდაზე, მოზარდზე, ხო? სოციალური ქსელი უცხო არ არის და იქ ბევრი რამ მოქმედებს. არა როგორც 25 კადრი, არამედ ხშირად უკვე ბევრი პირდაპირას, ბევრი რამაც, იმიტომ რომ ასევე ვიცით როგორია იქ როგორი პროპაგანდა მიდის, ხო? სწორედ აი ამ სოციალურ ქსელში ძალიან დიდი და კაი სწორი კამპანია იყო, კარგი კამპანია იყო და მთელი ეს პერიოდი აი მაგ გზაში ვიყავი ხო, სანამ ახლა აეროპორტში გიწევს ყოფნა სოციალურ ქსელში უყურებდი, მართლაც დავწმუნდი რომ ნუ მართლა, ანუ რაღაც აი თითქოს და რაღაცა როგორი ამინდიც იყო, ისეთი დღესასწაული იყო, მართლა ყველა გამოსული გარეთ და ნუ ყველა ერთნაირად აღნიშნავდა ამ დღესასწაულს. ის ნაწილი რომელიც არ აღნიშნავდა და რომელსაც არ უხაროდა მე მოდი ჩვენ ამ ადამიანებს მოგვიწევს ახლა თქვა ვიღაც შეიძლება ეგნოსა გავაკრიტიკოთ, მაგრამ არ გავაკრიტიკებთ. უბრალოდ მოდი გავაშიშვლოთ, ხო, ეს ვინ არის ეს ხალხი და ის 5 ადამიანი რომ მივიდა ბოლოს და მაინც რაღაცა აგრესიული კამპანია მაინც ჩაატარეს, ანუ ეს რაღაცა ცისარტყელას ფერები მაინც გაუშვეს. ნუ ახლა მათ რა ის ვერ გადაწონეს იმას, რაც იმ დღეს საერთოდ რაც მოხდა იმ დღეს, მაგრამ ვინ არის ეს ხალხი? აი ძალიან მენიშნა შენ რო თქვი რომ აი ცოტათი განსხვავებული ეს ხალხია რომელიც აფიქსირებს კიდევაც რომ განსხვავებულია და ნუ არ ვიცი LGBT თემი იქნება თუ სხვადასხვა და ასე შემდეგ ხო და მივიდა და მაინც თავისი გააკეთა ვინ არის ეს ხალხი მოდი ახლა შევხედოთ ჩვენ მათივე ფსიქოლოგიიდან მათივე ეს ნეიროლინგვისტიკიდან გამოვიდა და მათივე პირდაპირ გაჟღერებული ჩვენს მიმართ ბრალდებებიდან გამოვიდეთ ხო ანუ გახსოვს როგორი იყო და საერთოდ მათი ის რა არის მთავარი ანუ ადამიანი რომელიც არის თქვათ რომელიღაც თემის წარმომადგენელი აპრიორში მათი მთავარი ლოზუნგი ჩვენს მიმართ ან და არგუმენტი არის რა რომ ჩვენ გვეუბნებოდნენ თავიდან რომ მე შენთან განსხვავებული ვარ ანუ აი სწორედ დამასარე ხა და შენ ეს თქვი ანუ პირველი მამობე რომ მე შენთან განსხვავებული ვარ აღიარე ეს კი ბატონო თქვათ მივიდით იქამდე რომ აღიარებ მივად თქვათ არ ვაღიარებ რომ კი შენ შევან განსხვავებული ხარ მაგრამ მეორე ნაწილი რომელსაც ისევ იგივენაირად მთხოვ მიმიღე ისეთი როგორიც ვარ ეს არის იმ მომენტშიც ლოგიკურადაც რაღაც ბუნებრივადაც ვერანაირად ვერ იჯდება ეს არ არის ტოლერანტობა ტოლერანტობის სიტყვის მნიშვნელობით ზუსტად რაც არის კარგად უცი ხო ტოლერანტობა არის იმ მომენტში რაღაცის დათმენა მე მაგალითად როცა ვიცი რომ მიწევს მივიდე მივიღო ვიტრაპეზო მაგალითად ან და თქვა საჭმელი ვჭამო თქვა ვისადილო სადაც იქნებიან უმეტესი ჩემ გარდა მუსულმანები და იქნება იქ სუფრაზე მეტი მუსულმანური იმ მომენტში მე მივიღო როგორიც არის ანუ დათმენის ის დათმენის უფლება როგორ არის დათმენის მექანიზმი ჩავრთო და ეს ტოლერანტული გავხდე რომელიც შეიძლება მოუწიოთ მეორე შემთხვევაშიც მათაც მაგრამ ეს არ არის შენ როცა მეუბნები რომ მე შეგან განსხვავებული ვარ ამას აგრესიით მეუბნები და თითით საჩვენებელია და მე შეგან განსხვავებული ვარ და თან მეუბნები მიმიღე ესეთი როგორიც ვარ მაშინ რაღაცა ვერ ხდება იმიტომ რომ
რომ მე განსხვავებულმა რომელმაც შემიცნო განსხვავებული ხარ და 17 მაისი შენი არ არის და შენ ამას როგორც აღიქვავ მე არ მინდა ვთქვა რომ ჩემი არ მე მგონია რომ უწმინდეს მარას თქვა ყველა მისთვის სულიერი შვილია ხო მნიშვნელობა არ აქვს აქვე ვინ არის ხალხზე შენ თვითონ ამბობენ რომ ჩემი არ არის თუ ეს შენი არ არის და 17 მაისი შენი არ არის და მეორე ჩვენგან განსხვავებული მაშინ რომ მიდიხარ იქ და მეორე ანუ ისიც უნდა მივიღო ანუ უნდა მიიღოს იმ საზოგადოებამ ის ცისარტყელა გაშვებული რაც იქ იყო ეს არის სუფთა აი პროპაგანდის იმ ნაწილი აგრესიული ნაწილი რომ ეს მიიღო და ხა საზოგადოება რომ საზოგადოება ჩვენ ცხოვრობთ მოგწონს არ მოგწონს გვინდა არ გვინდა ხო ჩვენ საუბრობდით მაგალითად ხა საუბარი გქონდა ჩვენ სანამ შემოვიდოდი დილით ხო ეთერამდე და შენახსენე ძალიან ესეთი ფრაზა რომ პოლიტიკოსებს ვლაპარაკობთ ჩვენ რომ არ შეიძლება ნუ ქვეყანაში რამდენადაც მოგწონს არ მოგწონს თქვათ გწამს ღმერთის არ გწამს ხო მაგრამ პოლიტიკოსი ხარ ხო იმის რაღაცების თქმა მაგალითად ეკლესიაზე ან მართლმადიდებლობის იმაზე ყოველთვის უნდა იცოდე და ელოდო რომ ამას შენისა ამომრჩეველი არ მიიღებს ანუ იმას უყურებს ასეთ შემთხვევაში ზუსტად ლოგიკურად რაციონალურად თუ იმჯერებ ჩვენ ეს გადაცემა გვაქვს რატო რომ რაციონალურად ვჯელობთ ხო ჩვენ ახლა მაგალითებს ვაჩვენებთ მოსახლეობას ვჯელობთ რა ვიცი მე მგონი ყველა გვეთანხმება ჩვენ უმეტესი ნაწილი რომ თუ მეუბნები რომ შენგან განსხვავებული ვარ ხო ესე იგი შენთვის განსხვავებულია ყველაფერი რაც ჩემთვის არ არის თქვათ რაღაცა ისეთი წარმოუდგენელი შენთვის მიუღებელი რაც არის მაშინ მე რატომ მეუბნები და რატომ მაიძულებ რომ თან რატომ მეუბნები მიმოძროს რომ მიმიღე ისეთი როგორიც ვარ ხო რა ფორმით ანუ საზოგადოების ის ნაწილი ვინც 17 მაისს ჩაიარა რუსთაველზე და სხვადასხვა ქალაქებში ქუთაისის, ბათუმის, ზუგდიდის, ესტაფონის საჩაიარა იმ აქტს მიიღებს. კაი, ის გავიგეთ რომ ვიცით რომ განსხვავებული ხარ. კი ბატონო, განსხვავებული ხარ. რაღაცა მომენტში მე დათმენის პოლიტიკა მაქვს, აი ტოლერანტობა არაფერი იყავი შენ სადაც ხარ, დათმენის პოლიტიკა მაქვს, სახში არ გივარდები, პირადში არ ვერები, მაგრამ შენ რომ მეუბნები მივიღო ის, რომ შენ ცისარტყელის დროშა მაინც გაუშვი და იქ მაგალითად სიმბოლურად კაცმა კაც აკოცა ქაშვეთის წინ, სადაც საზოგადოებამ ჩაიარა, ვერ მიიღებს. ვერ მიიღებს ხა, ხო? ამიტომ აი ეს ვერ ხვდები აქ რაჭე. ეს მომენტი უნდა განმარტოთ კარგად და ყოველთვის ეგ იყო ხოლმე სადაო, საბოლოო ჯამში და თავიდან აი მე ხო მახსოვს არა, როდესაც ჯერ არ იყო ეს LGBT პროპაგანდის თემა ესეთი ფორმით მოწოდებული და აღიქმებოდა საზოგადოების რაღაც ნაწილის თვალში მართლა აი 2013-14-15 წლებს ვიძახი, რომ ეს არის აი ვიღაცის უფლებების დაცვა. იმ თავითვე ვამბობდი მეც და ეხლა მე კი არა, ჩემზე ბევრად მეტი ადამიანი, ვინც საბოლოო ჯამში აი წინ აღუდგა მე ამ ყველაფერს, რომ ეს არავის უფლების დაცვა არ არის. აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ ვინმე კონკრეტული ინდივიდის ასე ვთქვათ, ეზიზღება ვინმეს მაგალითად. საქართველოში ეს პრობლემა ნამდვილად არ მდგარა და არ დგას, რომ აი რადგან ადამიანი შეიძლება იყოს განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის, ამის გამო აი ამ ნიშნით და ამის გამო მას ვინმე ან კუჩაში დაძდევდეს, ან რაღაცა ფორმით პრობლემას ღამის ბარები აქვს პირდაპირ გახსნილი, სადაც აკეთებენ რასაც უნდა და ფულიც მაგათა აქვს, კაი სამსახურები ყველაფერი აქვს, არაფრით არ იზღუდებიან აბსოლუტურად. აქ LGBT თემის წარმომადგენელი ადამიანის მიღებაზე კი არ არის საუბარი. LGBT ცხოვრების წესის მიღებაზეა საუბარი, რასაც ისინი აიძულებენ საზოგადოებებს ინფორმის ხელმსოფლიოში და თან როგორ აკეთებ ამას ხო გააჩნია ეხა აი ქაშვეთის წინ რომ მომიწყობ gay pride-ს ეხა ამაზე რომ მე რეაქცია უნდა მქონდეს და მექნება ეს ხო არ არის დამალული და ვისი ბრალია მე რომ მექნება ამ ყველაფერზე რეაქცია ხალხის ბრალია აი მაგალითად ჩვენ მუსულმანების მაგალითი ახსენე და ძალიან სწორი არის აი ეხა ყველამ კარგად ვიცით ამ რელიგიას, მუსულმანურ რელიგიას რა დამოკიდებული ღორის ხორცთან დაკავშირებით მაგალითად. საქართველოს კონსტიტუცია მე არცად არ მიკრძალავს რომ ავდგე და აი ღორის მწვადი შევწვა და ეს რო გავაკეთო მეჩეთის ეზოში. იქ რო იქიდან ამას რეაქცია მოყვება. მე თავი იმითი გავიმართლო რომ ეს კონსტიტუციაში არ მიწერია და ვისი ბრალი იქნება იქ რო რაღაც მოხდება. ამაზე არის აქ ლაპარაკი, თორე აქ ტოლერანტობა ქართველებს მართლა არ გვესწავლება და არ გვეშლება ამ ხრივ, გინდა რელიგიური კუთხით და გინდა სხვა ამ ხრივ, იმიტომ რომ უკვე ყბადაღებული გახდა, მაგრამ აი მართლა სიამაყის გრძნობა მეუფლება, როცა ვამბობთ, რომ თბილისში 1 კვადრატულ კილომეტრზე 11 სხვადასხვა კონფესიის აღმსარებლობის ტაძარი არის. 11 სხვადასხვა 1 კვადრატულ კილომეტრზე თბილისში. და არავის არ ქონია პრობლემა, რომ ვინმესთვის ან ხელი შეეშალა ამ ყველაფერში და ან რაიმე სახის გაუგებრობა ყოფილიყო. საუკუნეებია ესე ვცხოვრობთ ეს ხალხი და ჩვენთვის არ არის ეს რაღაც არც სხვა კულტურის მიღება, პატივის, კი არ მიღება, პატივისცემა, აი ეს განსხვავება ეს უნდა დავაფიქსიროთ, რომ მე იმ კულტურას კი არ ვიღებ და ჩემი კულტურის ნაწილად კი არ ვხდი, არამედ პატივსცემ.
ვიგებ მესმის რომ ის არის განსხვავებული თავისი კულტურა კი ბატონო გაახარებს ღმერთი მაგრამ ის რომ იწყებს მე უკვე თავს მოხვევას და მაიძულებს მე რომ ეგ კულტურა არა მხოლოდ პატივისცემით კი არ იყო გამშვალული არამედ მივიღო და ჩემი კულტურის ნაწილად დავნერგო აი ამაზე უკვე მე ჩვენ გვიჩდება პრობლემა და პროტესტი ხო ესეთი მომენტები თავიდანვე ალბათ უნდა ყოფილიყო ახსნილი საზოგადოებისთვის მაგრამ აი ეს LGBT საკითხები შემოიტანეს სწორედ ამ ფორმით და ამაში სხვათა შორის ეხა ძალიან დიდი წვლილი აქვს სამწუხაროდ აი მათ შორის იმ სამთავრობო მედიას რომელიც ეხა დღეს სხვანაირად ლაპარაკობს და მე სხვათა შორის აქვე დავაფიქსირებ რომ ძალიან არ მომწონს ის კამპანია აი ტელეიმედი იქნება ეს თუ რომელიმე სხვა ტელევიზიის ძველ ვიდეოებს რომ ამოყრიან და აი მაშინ ესე რატო ლაპარაკობ ყველამ კარგად ვიცით რომ ეგრე ლაპარაკობენ მაგრამ დღეს შეიცვალა ეგ პოლიტიკა და რას ვეუბნებით რომ ამ დღესაც ეგრე ილაპარაკე მაშინ ქართული ოცნებას 4 წელი მე მახსოვს მეც და შენს და ისეთი კრიტიკიც ეს პირადად მე ერთ-ერთი რაც ვამბობდი დანაშაული იქნებოდა ეს იყო კოჰაბიტაცია და რა ვიცი პირადად მე არაერთხელ მყავს ძალიან ცუდად გაკრიტიკებული ნუ კონტექსტში რა თქმა უნდა სრდილობიან კონტექსტში იგივე ირაკლი კობახიძე და იგივე თქვათ ბევრი ადამიანი მაგრამ ეს იმას ანიშნავს რომ ვიღაცა რაღაცა ფერიცვალება რო აქვს და კარგისკენ ესეც უნდა დავინახოთ რომ არავით არ ეხა ეს იმას ანიშნავს რომ მე და შენ შეგვიყვარდა ეხლა ან და გადავედი და იმათ პარტიაში გავეცი ან მაშინ ძულდა ვინმე არც მაგას ანიშნავს როცა მე ვაკრიტიკებდი იმ პოლიტიკას და რო ვაკრიტიკებდი რას ვითხოვდით მაშინ ყველანი ერთად ვითხოვდით რომ ეს პოლიტიკა შეცვლილიყო შეიცვალა კი ბატონო გავიმარჯვეთ საზოგადოებრივმა აზრმა ჯანსაღმა აზრმა გაიმარჯვა შეიცვალა მთავრობამ პოლიტიკა და დღეს ხედავთ რა რელს აი ხა რატო ვაგინებთ მაშინ აი ეს ამის არა სხვა რაღაცას ეხლა რაზეც არის საკრიტიკო იმაზე გადავიდეთ რაზეა ლაპარაკი კი ბატონო მაგრამ განათლების სისტემაში წიგნების და რაღაც საკითხები არის მართლა რაზეც არის საკრიტიკო და რაც არის მართლა გასაგებია ეხლა ხო დაგეთან აი რაღაცას რო სთხოვ ადამიანს და კარგია გეთანხმება კი ბატონო ვასრულებ შენ თხოვნას და მე უწყებ იმაზე გინებად რომ აი ადრე რატო არ მეთქვა ალბათ ეს პოპულისტი იმიტომ რაღაცა თემები შენ თვითონ შენ გაიწიე მე მოვიდე აი ეგ არის მანდ თორე მეტი სხვა გერაფერი სხვათაშორის შენ ახსენე ერთი ფრაზა და ესეც სახარებისეული ანუ აი რაღაცა ადამიანის ანუ იმის გამო კი არ უნდა გძულდესო რო თქვა მარტო სახარებაში არის ასეთი რამ ნათქვამი რომ ადამიანში ცოდვა გძულდეს და არა ადამიანი ცოდვილი კი არ უნდა გძულდეს ცოდვა უნდა გძულდეს თორე ეხლა ამ ლოგიკით მოდი რა ხა რაც არ უნდა წესიერად და ეს მე ჩემ თავზე ვამბობ ხო რაც არ უნდა მე შეიძლება ეკლესიურად ვერ ვცხოვრობ ზუსტად მაგრამ ხა რაც არ უნდა შინაგხვთვის მოშიში ვიყო და მორწონა ვიყო შეიძლება რაღაც ესეც აქციელი მქონდეს ან და რაღაც რომ ამაზე არ თქვა რომ მოსაწონია და გადასაღებია პირიქით თუ ვიმე რამე კრიტიკა არა მეთქმა მე მოვისმე რამე არასწორად რო იყოს და გავაკეთებ რომ შე რომ იმითითებ მე რო ეს ცოდვა და არა ის რომ იმითითებ რომ მე ვარ ცოდო მე პირადად ცოდო და ვაიმერა და როგორ ადამიანი სიძულული საიდანაც მოდის და საერთოდ რაზეც განვითარდა მე და ვაფშე საიდანაც მოდის და საიდანაც დაიწყო ფაშიზმი სადაც აღორძინდა და როგორც აღორძინდა ხო ხამის ნათელი მაგალითი არის უამრავი რამ ხო საფრანგეთის რევოლუციის მერე წმინდანების ძოლები გამოიტანეს საფლავები და იმიტაცია მოახდინეს რა ქვია იმისი ვითომ სექსუალური სცენების ხო გვახსოვს ასეთი რამ ბევრი იყო და ხა ზუსტად ეს არის რომ ეს არის სწორედ რომ რას აღვივებ ამით რას ვაღვივებ ჩვენ იქ რომ გაუშვა 4 კაცმა რა მიზანს მიაღწია ამით რა აკენი ამით ანუ დანარჩენმა მილიონმა რო გაიარა ემეთ რამით რა ანუ რა არის აი ეს არის სწორედ და არაჯანსაღი საქციელები რეაქცია რაც მოდის მე ვიღაცა შეიძლება მართლა იმ დღეს ნასვამს რო გამოეარა აი როგორ რა თქვა მოდი რა ქართველები ვარ და ვიღაცამ შეიძლება კაი ამბის ჩვენ ქორწილებში სვავს და დღესაც აი ნასვამ ოდნავ რო შეზარხოსებულს გამოეარა ვიღაცას და დაენახა ეს ფაქტი და აი რომ მისვლიხო აი მე რეგენახა შენ რო აი ეს არის მილიონი კაცის სურვილი და ბრალი და პატრიარქის ბრალია რომ ამას ატარებს აი ესე არ გამოიყო მან პროვოკაციის მოწყობა იმისთვის რომ შესულიყო მაგრამ აი მადლობა ღმერთს რომ ქართულმა ხალხმა და რა თქმა უნდა ამაში კიდე ერთხელ ვამბობთ რომ ეკლესიის და მისი უწმიდესობის როლი უდიდესია რომ ამ დღემ ჩაიარა ძალიან წყნარად შვიდად მიუხედავად იმისა რომ არა მხოლოდ აი მაგ აქტივისტების მხრიდან მათ შორის ლიბერალური მედიის მხრიდან იყო ძალიან ისეთი პროვოკაციული პრობლემები ამ მხრივ შექმნილ სხვა შორის გვაქვს ამაზე ვიდეო მომზადებული და მინდა ვაჩვენოთ მაყურებელსაც აი როგორ აშუქებდა ამ დღეს ტევ პირველი ეს ტელევიზია ვთხოვ რეჟისორს რომ გაუშვას
ჩვენ ვცადეთ დაგვედგინა და დაგვესვა კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ რას ფიქრობენ აქ მყოფი ადამიანები იმ გასაჯაროებულ მიმოწერაზე, სადაც ნათლად და ცხადად ჩანს, რომ მათ დაორგანიზებაში მიღებული არის მონაწილეობა და მათ შორის ერთ-ერთი ფიგურანტი არის კოტე ზარნაძე. როდესაც ჩვენ დავსვით კითხვას, სად მუშაობენ ისინი, არიან თუ არა საჯარო სამსახურისა და სექტორის წარმომადგენლები, ამ ყველაფერმა გამოიწვია განსაკუთრებული გაღიზიანება. ისინი თავს დაგვესხნენ, შეიძლება ითქვას პირდაპირ თუ გადატანითი მნიშვნელობით და ცდილობდნენ, რომ ჩვენთვის გადაღებასა და მუშაობაში ხელი შეეშალათ, მაქსიმალურად ცდილობდნენ ქართული ოცნების წარმომადგენლების დაცვას და აქცენტირებდნენ იმაზე, რომ ამ დღეს ასეთი საქციელი თითქოს შეუფერებელია ტაძრის ეზოსთვის, თუმცა თავად დაავიწყდათ ის ფაქტი, რომ როდესაც ოჯახის სიწმინდეზე საუბრობენ, არ უნდა გააკეთონ ისეთი აქცენტები, როგორებიც გაკეთდა და როგორცაც მოისმენთ მათ შორის ეკლესიის ეზოში, თუნდაც იმასთან დააკავშირებით, რომ ისინი პირდაპირ თავდასხმაზე გამოდიოდნენ. საერთო ჯამში შეიძლება ითქვას, რომ მათი ნაწილი კონსტრუქციულად გვცემდა, ოღონდ ძალიან მცირე ნაწილი პასუხს ამ კითხვაზე და ამბობდნენ, რომ მათ დაორგანიზება ამ დღეს გამოსვლისთვის არ სჭირდებათ, თუმცა უდიდესი უმრავლესობა განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა ჩვენ მიმართ. თქვენ სად მუშაობთ? ვისი დაორგანიზებით ხართ მოსული დღევანდელ აქციაზე? ვინმეს უნდა დავეორგანიზებე? მე პირადად არავის დაკვეთით არა ვარ მოსული ჩემი ნებით და უმრავლესობა კი არა, მე მგონი 100% თავისი ნებით არის აქ მოსული. ვინ მოგიყვანათ? სად მუშაობთ? მადე არ გავაკეთე. ვინ დაგაორგანიზეთ რომ არა? ჩატებიდან გვაქვს ინფორმაცია. ჩატიდან გვაქვს პირდაპირ ინფორმაცია, რომ კოტე ზარნაძე მათ შორის არის ჩართული დაორგანიზებაში. კოტე ზარნაძე რა შუაშია, ვარკეთლა მოდი აი არის ლოგიკური ქალბატონო წადი საიდან ვარ? ანუ ოჯახის სიწმინდის დღეზე რომ მოვივიდეს ქართველი ადამიანი და აღნიშნოს ჭირდება ანუ ჭირდება ვიღაცას ორგანიზება? 17 მაისის პირველი რომ მაგაზე გველაპარაკებით უკვე სირცხვილე არის. ვისი დაორგანიზებით ხართ მოყვანილები, რო გითხრათ, სად მუშაობთ? თქვენ ვისი დაორგანიზებით ხართ? თქვენ ახალგაზრდული ხართ ქართული ოცნების? აღარ უნდა რა კითხვა. და ეგაა თქვენი მოვალეობა, რომ დეპუტატებთან არ მიგვიშვათ? თქვენ რა უფლებით გვიშლით ხელს კითხვების დასმაში? შენ პლედებს რომ იფარებდი მაგის მერე, როდის გათამამდი? როდის გათამამდი მაგის მერე? აღარ გწევია? აი რა ვიცი რა კომენტარი ამ ადამიან ჟურნალისტზე მაქვს საუბარი მე საერთოდ ვერიდები ხოლმე რომ პიროვნულად ვინმეზე რამე ვთქვათ და განსაკუთრებით ხა მესმის სამსახური აქვს ეგეთი დაავალა იქ დილით ნოდარა შავ ნოდარამ რომ წადი და რა შეიძლება საზიზღრობა გააკეთე იქ და აკეთებს ამას აი ეს გადატანითი მნიშვნელობით თავდასხმა რას ნიშნავს ერთი ეს არა ბევრი პრობლემაა საერთოდ პირდაპირ და გადატანითი მნიშვნელობით თავს გვესხმოდნენ მაგრამ აი საჯარო მოხელეებზე გამოეკიდნენ რომ საჯარო მოხელეები რატო არიან შაბათი დღე არის დასვენების დღე არის ადამიანი იმ დროს არ ასრულებს არანაირ სამსახურებრივ მოვალეობას საჯარო მოხელემ რომ პატრიარქის ლოცვა-კურთხევით რაღაც ეკლესიის მიერ დადგენილი დღესასწაული აღნიშნოს ამაში არ ვიცი რა პრობლემა არ უნდა მე არ გამიკვირდება თენგო ამ გოგომ რომ გააკეთოს სიუჟეტი იმასთან დაკავშირებით რა ქვია პატრიარქს ხო აქვს ინიციატივა შესანიშნავი ინიციატივა სადაც გამოთქვეს სურვილი რომ ყველა მესამე ბავშვს და მე დარწმუნებული ვარ აი ეს გოგონა რომ დაავალონ მეც არაფერი პირადული რაზე ღმერთმა ჯანმრთელობა მიცეს დღეგრძელობა რაზე ეს მისი დღეც არის ხოთა შორის შიგნით ღრმად ეხლა ჩვენ ყველა ვიცით რომ მე დარწმუნებული ვარ რომ უთხრას ეს სიუჟეტი რომ დაავალონ და უთხრა რომ მიდი და საჯარო მოხელეებს კითხე რომ რატო ანათლინებ პატრიარქს მეოთხე და მეხუთე შვილს დარწმუნებული ვარ სწორად ასე წავა ჯერ ნახე ფრაზა ანუ სიუჟეტი ხა რაც არ უნდა იყოს ნუ მე არა მაქვს დამთავრებული ჟურნალისტიკის ფაკულტეტი და მე ვიცი რომ შენც არ აქვს ხო დამთავრებული მოდი ვთქვათ რომ ჩვენ ვარ მოდი ვთქვათ ჩვენ რაღაცა დროის გამო შევიძინეთ ეს პროფესიონალი ტელეწამყვანები ვარ და კაი თვითონ არის ჟურნალისტი და არ ვთქვათ როგორც კოლეგა და არის ჟურნალისტი მაგრამ აი ხა ჩვენთან ხო არიან ადამიანები მაგათა დავით ახვლედიანი არის ჟურნალისტი ეხლა მე ვერ ვიტყვი რომ ეს გოგონა არის დავით ახვლედიანის კოლეგა რატომ იმიტომ რომ როგორ იწყებს ფრაზას ოპერატორი რასაც აკეთებს ნათელია ხო სპეციალურად გას დაბალს ანუ მუცლის ქვედა მხარეს აქვს აღებული და სიმეტრიის კამერა რომ ესე ბევრი ხალხი არ გამოჩნდეს და გოგონა ნახე როგორ იწყებს რა ჩვენ შევეცადეთ დაგვედგინა ანუ დაგვედგინა ხო იურისტი ხარ ვიცი ჟურნალისტური გამოძიება აი დაგვედგინა არის ტერმინი რომელიც ასე რაღაცა დანაშაული რაღაცა დაპრესე წარმოიდგინე ჯერ იწყებს ასე მე რასაც შენ თქვი რომ მაგალითად პირდაპირ და გადატანითი მშვიდობით ხეს გვიშლიდან ეხლა რასაც ისე კითხება ჯერ საოცრად არაქართული საუბარი მეტყოლება იმიტომ რომ დაორგანიზება დაგაორგანიზეს რა სიტყვა რას ნიშნავს ანუ უთხარი რომ მაგალითად ვინ
მოგელაპარაკათ ვინ თქვათ გაგიწიათ რეკომენდაცია ვინ დაგავალათ რომ მოსულიყავით ნუ წარმოიდგინე ხა აი მიზეზი რა არის ანუ რა მიიღო ამ სიუჟეტი და ბოლოს მიდის ადამიანი რომელიც პირდაპირ პასუხობს ანუ ყველაზე სწორად უპასუხა მართლა 100%-დან ალბათ ყველა ასე უპასუხებდა რომ რაში მჭირდება თუ რამე დღესასწაულზე რომ გამოვდივარ რაში რომ მჭირდებოდეს ვინმეს თქმა ვიც ვერ გამოვიდა შეიძლება რაღაც ფიზიკური პრობლემა ქონა ვერ იყო და საერთოდ ვისაც არ ქონა სურვილი სულ არ წავიდოდა მაგრამ ნათელია რაც ხდება ხო TV პირველის მაგალითი ნათელი პრობლემა არის კიდე კაცო მე მაგალითად აი ქართული ოცნების რა ვიცი რაღაც ჯგუფის წევრი რო ვიყო და ასე შემდეგ და გამეწია ორგანიზება ამ პროცესისთვის საერთოდ არ დავმალა რა არის მაგალითად ეს ხო არის პარტიული ღონისძიება პირობითად რომ პარტიულ ღონისძიებაზე კი ბატონო რაღაც საჯარო მოხელეები მიყავს წინასწარი ორგანიზებით ამა შეიძლება ვიღაცამ კუდი მოაბასა რა ვიცი ხა ეკლესიური დღესასწაულია და პოლიტიკური პარტია თუ უკეთებს ორგანიზებას რომ საზოგადოება მივიდეს ამ ღონისძიებას თან სახელმწიფო ამაში დასამალი რა არის თან სახელმწიფოებოა იქ უსაფრთხოების თემებიც არა პრობლემა იქნება ჩვენ ხო სტუდია არა სოლიდარობის სტუდია ვართ რა ეხლა ჩვენ ვუბრალოდ რო გვეთქვა რომ ყველა თანამშრომელი მოდი ხო რა ვეთქვა რომ წავედით რა თენგო თოთნე დათო რაღაცა ჩვენ ტექნიკური სამსახური იქნება რაღაცა მარიამ მომბრძანეთ წავით ანუ რა არის ეხლა დანაშაული რა ორგანიზებულად მისვლა მაშინ აი მუნიციპალიტეტი მაგრამ ამათი ლოგიკით და არ გაგვიკვირდეს ეგ სიუჟეტიც რომ ნახოთ აღდგომის დღესასწაულზე ყველა განსაკუთრებით თბილისის მერია იმიტომ რომ ნუ აქ გასაგებია რომ მოსახლეობის რიცხვი დიდია და სხვა მუნიციპალიტეტებში უწევს ორგანიზებას იმას რომ გამოყოფს ტრანსპორტს რომ აი სასაფლაოზე ადამიანები გადაადგილდნენ რა შეუფერხებას მაშინ ისიც არ უნდა გააკეთოს ესე იგი მუნიციპალიტეტმა ალილოს დღესასწაული კი ბატონო არ უნდა ჩაერიოს საერთოდ ლოჯისტიკა ჭირდება ყველაფერს და თუ სახელმწიფო მithumetes ხელისუფლებაში მყოფი პარტია ამას აკეთებს და ამას მაგრამ მათ რა აქვს პრობლემა გახსოვთ გაიხსენე რა მათი სიტყვით რო თქვათ რის ორგანი რა საორგანიზებდა მიშა სააკაშვილი და რაზრისი პროპაგანდა უწევდათ. ხო წარმოგიდგენია რა? ანუ აი ეს შედარება რომ გავაკეთოთ, ეს უ სხვა საქმეა. ვიდრე უბრალოდ ამათ პროდიუსერის თავში ჩამახედა რომ ეგ დაავალა რომ ესე იგი ეკლესია საეკლესიო დღესასწაულზე პირიქით ხელისუფლება თუ აორგანიზებს ამათი სიტყვებით თუ იტყვით რომ საზოგადოება მივიდეს აღნიშნოს ეს დღესასწაული ეგ უნდა დამალონ თუ ხელისუფლების მტერი ხარ რომ არა ესენი პირიქით ხელს გიშლიან ხალხო არ გიშვებენ მან და მაგას თუ უწყობს მთავრობა ხელს რომ ხალხი ეკლესიურ დღესასწაულზე გავიდეს აღნიშნოს ეს ხო არ არის რაღაც პარტიული ღონისძიება რა პირიქით მადლობა ეკუთვნის ამაში, მაგრამ ნუ ამ შემთხვევაში საერთოდ რა ვიცი, მეც არ მჯერა რომ ვინმეს ორგანიზება დაჭირდა ამ ამბავში, ეკლესიის მოწოდება იყო ამ შემთხვევაში გადამწყვეტი ფაქტორი ბუნებრივია და არ ჭირდება ქართულ საზოგადოებას განსაკუთრებული მოწოდება იმისთვის, რომ ასეთი ტიპის დღესასწაულებში მიიღოს და მადლობა ღმერთს, რომ ბოლო წლებში განსაკუთრებით პოპულარული გახდა ხალხში, აი წელს სხვა შორის ძალიან ბევრი ახალგაზრდა იყო. ყველა ამას აღნიშნავდა, რომ აი თვალში საცემად ბევრი ახალგაზრდა იყო გამოსული, ბევრი ახალგაზრდა ჩაერთო ორგანიზებაში მათ შორის აი ამ ყველაფრის და ეს მარტო მისასალმებელია. ხო, თუნდაც პარტიის ახალგაზრდული ყოფილიყო რა პრობლემა? მე რომ მქონდეს პოლიტიკური პარტია, დავაორგანიზებდი ასეთ ორგანიზებაზე გასვლას და თან ამას დავაპიარებდი ძალიან ხმამაღლა რომ დიახ მე უწევ ორგანიზებას რომ ხალხი იქ მივიდეს. ისე საზოგადოებას კი მართალია. ისე საზოგადოებას მინდა შევახსენო და მაგალითად აი ამ გოგონას ახლა მესმის ახლა ეს გოგონა იმ დროს საერთოდ პატარა იქნებოდა ალბათ და ამათი არგუმენტი ეგ არის რომ ჩვენ მიშას დროს არ გავხსენოთ. აი მე მინდა შევახსენო საზოგადოებას და ამ გოგონას არ ვიცი და საერთოდ ამ ჟურნალისტებს. სხვათა შორის ორგანიზება და აი დანაშაულის ელემენტებს რო ეძებდა ეს გოგონა, ხო? დაგვედგინაო. დაადგინეთ კარგად, აი გეტყვით გაგახსენებთ რა იყო და ორგანიზებული დანაშაული. ავიხსენოთ ძალიან ძველი კადრებია ორგანიზებულად როგორ შევარდან ეკლესიაში ბასილ კალავიშვილი გახსოვს? კი ბატონო. რა უქნეს 2004 წელი არის 2004 წელია რევოლუცია ახალი მომხდარია. აი ეს იყო ორგანიზებული, მე არავის არ ვიკვლევ ვინ მტყუანია ვინ მართალია, მაგრამ ნათელია რაც მოხდა მთელმა საქართველოს მიხილა კადრები, ორგანიზებული დანაშაული როგორ ჩაიდინეს. ორგანიზებული დანაშაული იყო მას მერე მოყოლებული, რაც კი მოხდა მოსული დაქვი 26 მაისამდე და ასე შემდეგ თუ რამე ხდებოდა ყინწვისის ოპერაცია რომ მონასტერში შეუვარდნენ და იჭირეს ძალიან ბევრი რამ რასაც მართლა ორგანიზებას უწევდა მაშინდელი სახელმწიფო ის მედიები რომ ის მედია და ტელევიზია და ჟურნალისტები რომლებიც ახლა გამოდიხარ და გინდათ რომ 17 მაისს პატრიარქის მიერ
იდეაში, რომელიც ოჯახის სიწმინდის დღეთ არის, ეძებოთ რაღაცა შავ ოთახში, შავი კატა ეძებოთ, აი სწორედ გაიხსენეთ, აი რა იყო ორგანიზებული, სადაც იყო დანაშაული და სადაც პირდაპირ ეკლესია მანქანით გაიტანეს, შევარდნენ, მღვდლებიც ემეს, მრევლიც ემეს და დაიჭირეს, მონასტრებში დადიოდნენ და დაიჭირეს და ვის რა ბრალდება წაუყენეს და გამოიყვანეს. ეს საზოგადოება მიცის. ამას აღარ გაჩვენებ ჩვენ. იმიტომ რომ ეს მგონია რომ წარსულია, მაგრამ ესეც წარსულია, სადაც კიდევ ერთხელ ვამბობ, აი სწორედაც ქართულ ოცნებას მოუწევს ბოლომდე აიღოს, გაიტანოს ის ჯვარი, სადაც თქვა, რომ ნაციონალური მოძრაობა უნდა გასამართეს. აი ეს არის მართლა წყალგამყოფი, რომ ბოლომდე რაც მათ დანაშაული ჰქონდათ, არაფერს ჩვენ არ ვიგონებთ. იმაში ბოლომდე ერთხელ და სამუდამოდ ჩვენ საზოგადოებაში და ჩვენ ქვეყანაში შედგეს ნიურნბერგის პროცესი. აი მერე უკვე ეს იქნება მართლა, თორემ სხვა შემთხვევაში ჩვენ ბუნებრივი რაღაცებს ხედავ და რაციონალურად ვჯელობთ, ხო? მე და თენგო, იმიტომ არ ვიხსენებთ რაღაცებს, თენგო, მე და შე რომ აუ ეხა სიამოვნებს ამის გახსენება. ბევრ რაღაცას კიდე არ ვამბობთ, რაშიც უშუალოდ მე და თენგო ვართ მონაწილეები თავის დროზე, როცა სააკაშვილის რეჟიმს, რომელ რეჟიმის გქონდათ, უბრალოდ ვებრძოდით კი ამ სიტყვის თქმაც არ მინდა, იმიტომ რომ ეხა ისე გაუფა დღეს გამოვიდა რომ ყველა ებრძოდა, თურმე მაშინ მაგ კი ბატონო. ხო, ნუ აღარ გვინა ამაზე ლაპარაკი. ღმერთმა ყველაფერი დაინახა და ყველაფერს ხედავს და დაუნახოს კიდე, მაგრამ ჩვენ რასაც წინ აღუდექით მაშინ აი სწორედ ეს იყო ესეთე და ეხა დღეს რო ეს გოგონა მივიდა და ტევე პირველი სიწმინდის დღე არის მართლა რაღაც ყველას მომგიმარი სახე აქვს მიდის და დადგენას აპირებს თურმე დანაშაულის კვაც ეძებს ამაში ხო ნუ წარმოუდგენელია სულიყავი ეკლესიაში ნუ წარმოუდგენელია აბა ერთი მინიმუმ ელემენტარული ხა ხო ვიცოდეთ არა ამ გოგონასაც კიდე ერთხელ ვამბობ და ძალიან არიან ახლა ჟურნალისტები რომლებიც ხო რომ მიბრუნდებიან დარწმუნებული ვარ ოჯახში ოჯახის წევრი 4 თუ ყავს ან და ღმერთმა ბევრი მყოფოს გამორიცხულია რომ ნახევარზე მეტი არ იყოს მომხრე რომ ყველაზე აი უწმინდესის მიერ დაწესებული დღე როგორ შეიძლება იყოს აი სადმე რამეს ნეგატივის მომსვლელი დავანებო თვალი რომ რასაც ვერ ხედავ ნუ ვერ ხედავ და თვალი მაქვს და ვერაფერს ვხედავო ნო ხო ნათელია თვითონაც ხო იყო იქ მისული ოპერატორი შეგნებულად არ წევს კამერას ზემოთ რომ არ გამოჩნდეს ის ბევრი ხალხი ეს არის მარტივი ტექნოლოგია ძალიან კარგად ვიცით მეც თენგომაც ჩვენმა რეჟისორმაც და ერთითო ვისაც უმუშავია ტელევიზიაში ერთითო ვისაც უმუშავია ტელევიზიაში ყველა არ არის საჭირო ამერიკული კურსი გაიარო ან და რუსული სხვა შორის ორივე ქვეყანა ძალიან მაგრები არიან ამ საკითხზე PR ტექნოლოგიები ქვია და რასაც ტელევიზია ქვია და მედია ქვია მართლა თუ რამეში კონკურენცია არის ამაშიც არის ამ ორ ქვეყანაში გადავიღოთ კაი რაღაცეები მაგრამ არ უნდა არაფრის სწავლა ოპერატორის ნომერ პირველი დანიშნულებაა რომ არ გამოჩნდეს ბევრი კადრი როგორ გადაიღოს კადრები და ამის ერთ-ერთი ხრიკი არის ის რომ კამერა უნდა კონდეს ზუსტად იმ სიმაღლეზე სადაც აი ეს განჩელოვსკის ფილმია ძალიან ცნობილი აი ესე ნახირი რო ჩანს ფანჯრიდან როგორ ფანჯრიდან არის გადაღებული კადრი სადაც ყოველ დღე დილით ეს საქონლის ნახირი მოერიკება და მარტო ფეხები ჩანს პანჯარაში რომ იმის იმათ რომ ანუ აღიქვა ეს დამოკიდებულება და ნუ ეხა კარგით რა აღარ გვინა ჩვენ ამაზე მეც არ გავჩერდებით მაგრამ ეს არის უბრალოდ შევეცადეთ რომ რაციონალურად შევაფასოთ ერთი ტელევიზიის აი ამ ტელევიზიის რომელსაც ეს პროპაგანდა აქვს გაეშუქებინა და დანაშაულის ნიშნები დაედგინა ოჯახის სიწმინდის ერთი მარტო ერთი პატარა მინდა დავამატო ამ დღესთან დაკავშირებით ჩვენ თვითონ რაც შეეხება და შემდეგ სხვა თემებზეც გადავალთ რომ დროში მოვასწროთ უბრალოდ ეს არგუმენტი არ მინდა დავტოვოთ უპასუხო რაც მე არგუმენტი მოვისმინე აი ამ 17 მაისზე გაღიზიანებული საზოგადოების მხრიდან იყო რომ ეს არის ვიღაცის ჯიბრზე დადგენილი დღეო აი რაღაც LGBT თემის წარმომადგენლების ჯიბრზე დაადგინეთ ეს დღეო და რა თუნდა ოჯახის დღეს საერთოდ აღნიშნა რაში ჭირდება ნუ ჯერ იქიდან დავიწყოთ რომ ის რო გჯერა რომ LGBT დღის წესრიგის დღეს ჭირდება აღნიშნა და ოჯახის დღეს არ ჭირდება აღნიშნა ეგ ცალკე ხო უკვე დიაგნოზია მაგრამ მაგას რო თავი დაანებო დიახ რა თქმა უნდა ცალკე აღებულს ოჯახის დღეს შეიძლება და ოჯახის ყოველი დღე არის ოჯახის სიწმინდის დღე ხო ნორმალური ადამიანისთვის და ამას რაღაცა განსაკუთრებულად გამოხატვა არ ჭირდება მაგრამ დიახ სწორედ ეგ კონტექსტი იყო რომ საქართველოში მაგ ისევე როგორც მთელ მსოფლიოში საქართველოშიც მაგ დროს იდგა უკვე ის პრობლემა, რომ ამ LGBT დღის წესრიგის და პროპაგანდის გამტარი ადამიანები უკვე აწესებდნენ თავის ცხოვრების წესს. უკვე აწესებდნენ, აი, ჭყალებში ვიტყვი, თავისი პალაჟენია ქონდათ უკვე დამყარებული, ატარებდნენ პირდაპირ რუსთაველის გამზირზე, გეი აღუმებს აპირებდნენ ყოველ შემთხვევაში ჩაეტარებინა და არც ერთ სხვა ქვეყანაში ეს არ მომხდარა. აი აქ ჩანს კიდევ ჩვენი ეკლესიის და მისი უწმინდესობის უდიდესი სიბრძნე
რომ ამ ყველაფერს დაუპირისპირა არა არ ვიცი, რა რაღაცა ძალადობაა, რაღაც სახელმწიფო ამას ვერ გააკეთებდა. ეკლესია გამოვიდა და თქვა, რომ ჩვენ დიახ, აი ამ ყველაფრის საპირწონედ ვაწესებთ ოჯახის სიწმინდის დღეს და მოდი შევხედოთ, აბა ქართული საზოგადოებისთვის რომელი დღესასწაული რამაც შედეგი გამოიღო, ზუსტად ისეთი, რაც ჭირდებოდა ჩვენ ქვეყანას და საზოგადოებას. ამან გადაწყვიტა ის საბოლოო ჯამში, მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენთან ფეხი ვერ მოიკიდა ამ პროპაგანდამ საბოლოო ჯამში და აი მაგალითად რასაც დღეს უპირისპირდება უნგრეთის და უნგრული საზოგადოება და აი სლოვაკეთში და ბევრგან არის ხო უკვე აი გაღიზიანება და უკმაყოფილება აი ამ LGBT დღისეს ზღვარგადასული პროპაგანდით საქართველოში ამ ყველაფერმა საბოლოო ჯამში მიუხედავად დიდი მცდელობისა და ხო ქვეყნდება ეხა ანგარიშები რომ თურმე ჩვენს რეგიონში ყველაზე მეტი ფული ჩვენთან ყოფილა ამ ყველაფერზე დახარჯული მიუხედავად იმისა რომ ჩვენზე დიდი ქვეყნებია ხო ჩვენი მეზობლები ჩვენთან არის ყველაზე მეტი ფული ამ პროპაგანდაში დახარჯული მაინც ვერ მოიკიდა ფეხი იმიტომ რომ აი ზუსტად აი ამ ბრძნული გადაწყვეტილებების შედეგი იყო რა პოზიციას დაიკავა ეკლესიამ და ეხა ვიღაცა ამას ეძახის რომ ვიღაცის ჯიბრზე არავის ჯიბრზე დადგენილი არ არის დღესასწაულებზე ადამიანები გამოხატავენ საბოლოო ჯამში იმ ღირებულებებს, რაც მათთვის ძვირფასია და ეკლესიამ ამ შემთხვევაში უბრალოდ კატალიზატორის როლი შეასრულა, რომ დაანახა მთელ მსოფლიოს და მათ შორის ქართულ საზოგადოებას, რომ აბა ნახოთ ქართველი ხალხისთვის რა უფრო მნიშვნელოვანია ოჯახური სიწმინდეები, თუ აი ამ ყველაფრის საწინააღმდეგო პროპაგანდა და ამ შემთხვევაში პასუხი იყო ცალსახა და ამან გადაწყვიტა საბოლოო ჯამში ის ყველაფერი და ჩემი აზრით ეს არის პასუხი ზუსტად იმ ხალხისთვის, ვინც ამბობს, რომ ვიღაცის ჯიბრზე რატო გადიხარ ქუჩაში და მე მოღალატე კაცი რატო გადის თურმე ამ დღეზე და რაღაც აი მარაზმში რო არიან უკვე გადასულებით. მოდი ამ თემაზე მოურჩეთ, იმიტომ რომ სხვა თემებიც გვინდა რომ მოვასწროთ. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამბავი არის ადგილობრივი არჩევნების თემა. და მიიღებენ თუ არ მიიღებენ მონაწილეობას ოპოზიციური პარტიები ამ არჩევნებში არის განხილვის საგანი მათ შორის ლიბერალურ მედიაში. რა აღარ გამიგია ჩემო მერაბ, გამიგია არალეგიტიმური არჩევნები, გამიგია არ ვიცი რაღაცა არაღიარებული არჩევნები, გამიგია გაღალბებული არჩევნები, აი ბევრნაირი ხო ძალადობრივი რაღაცა კრიმინალური არჩევნები, გაგიგია შენ ეგეთი ტერმინი? ხო, აი არ ვიცი, ძალიან საინტერესო ტერმინი დაამკვიდრა ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის წევრმა, ეს გახლავთ ქალბატონი ანი ქავთარაძე, ფორმულაზე იყო ეთერში. ეს ადამიანი, მოდი გავუშვათ ეს ვიდეო, მოვასმენინოთ მაყურებელს და შემდეგ ვიმსჯელოთ უკვე მის აი ამ ნარატივზე. ჩვენ კოალიციას რაც შეეხება, განაცხადა უკვე კარგახანია, ერთ-ერთი პირველები ვიყავით, ვინც განვაცხადეთ, რომ ამ არჩევნებში, რომელსაც ქვია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და ეს არის ჩვენი აზრით კრიმინალური არჩევნები, რომელიც იქნება, რა თქმა უნდა, უპირობოდ გაყალბებული არჩევნები. ფაქტია, რომ წინასწარ დაანონსებულია, ფაქტობრივად ხელის გულზე გვიდევს, რომ კრიმინალური არჩევნებია, ამაში ჩვენი კოალიცია მონაწილეობის მიღებას არ აპირებს, იმიტომ რომ მიგვაჩნია, რომ ეს არის აი ამ ლეგიტიმაციის არ მინიჭების პროცესში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი და ბერკეტი. დაწყებული, გაყალბებული არჩევნების პირველივე დღიდან, როდესაც ჩვენ განვაცხადეთ, რომ უარს ვიტყოდით მანდატებზე და ვართ ამ ნაწილში თანმიმდევრულები, უარს ვიტყოდით დაფინანსებაზე, შემდგომ უკვე უარი თქვეს ჩვენმა ლიდერებმა ეგრეთ წოდებულ საგამოძიებო კომისიაში მონაწილეობის მიღებაზე და ეს პროცესი დღემდე გრძელდება. შემდგომ უკვე შემდეგი ეტაპი არის ლეგიტიმაციის მინიჭება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გზით, რაც ფაქტობრივად არის ერთადერთი გზა, რითაც შეიძლება დღევანდელმა ეგრეთ წოდებულმა ხელისუფლებამ ლეგიტიმაცია მიინიჭოს იმ საზოგადოების თვალში დასავლეთში, სადაც ის ცდილობს, რომ ასე ვთქვათ, მოიპოვოს აი ეს ეგრეთ წოდებული რაღაცა მანდატი მისი მსოფლიო პოლიტიკაში, ხო? და პოლიტიკური კრიზისი არ არის და აღმოფხვრა. შესაბამისად, ძალიან ბუნებრივია და ლოგიკურია და საერთოდ მე არ მესმის, რატომ არის ეს განხილვის საგანი რომელიმე პროდასავლური ძალისთვის, რომელიც დღეს იბრძვის ერთი მიზნისკენ, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია დღეს, რომ როგორღაც ჩამოიშალოს ეს ეგრეთ წოდებული ხელისუფლება. ამ ყველაფრის ფონზე კრიმინალურ არჩევნებში მონაწილეობის მიღება არის აბსურდული და აბსოლუტურად მიუღებელი. ვაჭორს ერთი რაც უნდა ვთქვა, რაღაც აი უაღრესად პოზიტიური ადამიანის შაბეჭდილებას თოვებს ეს ადამიანი, ეს იმის აღსანიშნავად, რომ პირადად მართლა არ ზვერჩით, მაგრამ აი ეს ხო, ძალიან საინტერესო რაღაცა, ისე კრიმინალური არჩევნები. ნუ აი ხო ამბობდით, არა, ეხა მინდა მაყურებელმაც გაია საზოგადოებას რომ ნახავს ეხლა ამას და უბრალოდ არ ვიცი, კიდე ერთხელ მე პირველად ნახე ეს გოგონა საოცრად საინტერესოა ესე ფორმულაზე არის გადაცემა მრგვალი მაგიდა. ნუ ეს ხო ხდებია რა ასოციაციით, სადღაც ეს მრგვალი მაგიდა მაინც, ნუ ეს ადამიანებს ეხლა ეს აქვთ რა, ეს ვითომ ეხლა
თუ საჭირო გახდა ჩემზე და შენზე მეტი სოლიდარობის სტუდიის თანამშრომლები გახდებიან ესე. მაგრამ ნუ აი ამ გადაცემაში ეს გოგონა არის ანი ქავთარაძე, რომელიც არის კოალიცია ცვლილებების წევრი, რომელია? კოალიცია ცვლილებების წევრი არის. ანუ ლიდერი არის მელია, გვარამია, ხოშტარია, ჯაფარიძე. ნუ ისა ჩვენ ვიცოთ. მე ეს გოგონა პირველად ნახე სხვა შორის და ნუ მესმის მართლა რაღაც პოზიტიური დადებით დამოკიდებულება ჩვენი შესანიშნავი გოგონა რაზე ალაპარაკი, მაგრამ ძალიან საინტერესოდ ერთ რაღაცას ამბობს, თუმცა ვიდრე ჩვენ მივალთ ამ ემასთან ლაპარაკზე კრიმინალურ არჩევნებთან საუბარზე, ამბობს აი რატომაც არ მიიღო ჩვენმა კოალიციამ, რატომ გადაწყვიტა ჩვენმა კოალიციამ არჩევნებში ანუ არ შესვლა დეპუტატებად არ გახდომა და ფინანსებზეც უარი თქვა. მოდით საზოგადოებას ნუ მოვატყუებთ, ნუ ეს გოგონა. თქვენ გაიხანე ფიქრობდით, ხალბატონო ანი, ანუ თქვენი პარტია და რატო? მაშინ რა დაემთხვა? მაშინ პარალელურად მიდიოდა ტრამპის არჩევნები. ტრამპის არჩევნები იყო ჩვენი არჩევნების მერე ერთი თვის თავზე, მე მგონი თუ მალევე 5 ნოემბერს იყო, მაგრამ ინაუგურაციის თემა იყო, ინაუგურაცია იყო იანვარში და იანვრის მერე გადატეხავდა არ გადატეხავდა ტრამპი ამ ლიბერალურ საზოგადოებას. ამიტომ თქვენ მანამდე თქვენ პარტიის წევრებმა იმ კრიმინალურ არჩევნებში რომელსაც თქვენ არჩევნების მონაწილეობა მიიღო. უბრალოდ მე ელოდებოდნენ რაღაცებს, მიხვდნენ რომ აქ სხვა პოლიტიკა მიდიოდა და ჭკვიანურად სხვათა შორის მათთვის ჭკვიანურად უარი თქვეს დაფინანსებაზე და წამოვიდნენ და გამოვიდნენ. აი ეხლა ერთ რა შეხება ერთი ამ სახე მეორე კიდე. დეგო მართლა შენ თქვენს არ იყოს. ნუ გაყალბებული არჩევნები, არაღიარებული არჩევნები, არჩევნები რომელიც მოგპარეს, არჩევნები რომელიც მიითვისეს, ხუნტა, ბუნტა, რა არ გამიგია, მაგრამ კრიმინალური არჩევნები იყო, არიო, იქნებაო. ეხლა ის მაინც ვეთქვა რომ აი კრიმინალები მონაწილეობენ, ხო, გახსოვთ არა ადრე იყო. კრიმინალური არჩევნები სიტყვა სიტყვით რო გაიგო, ნიშნავს აი კურდული ხადნიაკი როა, კურდათ რომ და მონაწილეობენ. თუ ეს კრიმინალური არჩევნებია, ანუ რა ვიცი, ამ კრიმინალური არჩევნების გამო ჯერ ჩატარდა, მიიღეს მონაწილეობა. რომ გახსოვთ ხო exit poll-ის შედეგები რო იყო, ანუ ეს კრიმინალური როდის გახდა არჩევნები, როგორც კი მიხვდნენ რომ არის ხო? მე ეუთოს ელოდებოდნენ. თავიანთ დასკვნები, იქ სასამართლო პროცესზე, იქ რა ქვია სალომე ზურაბიშვილის იმედი. გახსოვს და ეხა ბოლოს გახდა კრიმინალური არჩევნები. ეხა წარმოიდგინე შენ რომ ამ კრიმინალური არჩევნების ჩატარებაში მონაწილეობა არ მონაწილეობაზე ეხა განაცხადს აკეთებენ რომ არიღებს მართლა მინდა უთხრა ამ გოგონას, ქალბატონო ანი კრიმინალური არჩევნები არა, მაგრამ თქვენ მართლა გააქვთ და იღებთ მონაწილეობას და ხართ იმ პარტიაში, სადაც კრიმინალური, რა ქვია, ქმედებები ჩადენილი აქვთ სახელმწიფოს მიმართ. მართლა აქვთ. და თუ რა კონტექსტში და რანაირად გადახედეთ, აი არ ვიცი, მე გადახედეთ გვარამიას დროინდელ ministrobებს, რა მინისტრიც იყო, პროკურორიც იყო. ეს არის შორის პარლამენტში 26 მაისის 2011 კი ბატონო, ბადრი პატარკასიშვილის და იმედის თემას გადახედეთ, რა ხდებოდა მაშინ მის განცხადებებს. ზოგადად სააკაშვილის გუნდი ხო იყო ეს და თუ ვინმე კრიმინალი ჩაიდინა, თუ ვინმე მკვლელობები ძალადობა ჩაიდინა, თუ ვინმე კონსტიტუციაც სათავისოდ მოირგო. ეს იყო ის ორგანიზაცია და ის ხალხი, სადაც თქვენ ახლა ხართ და ამბობთ რომ კრიმინალურ არჩევნებში არ მიიღეთ მონაწილეობას. თუნდაც არჩევნების კონტექსტზე თუ ვიტყვით, ახლა ნაცებს გაყალბებაზე მართლა რა ხმა აქვთ, კაცო, ამოსაღები. ჩემ პირველი არჩევნები სადაც მივიღე მონაწილეობა, დამკვირვებელი ვიყავი მაშინ. ეს ხო 2008 წლის საპრეზიდენტო 5 იანვრის არჩევნები. ჩემი თვალით რო არ მქონდეს ის სასაული ხდებოდა. აი, ჩემი თვალით, სააკაშვილის საპრეზიდენტო არჩევნები ეგ იყო სასაული. პირველივე ტურშივე კაცმა რო ზვიადის დაემსგავსა, გამსახურდიას არ ვიცი, უნდოდა რომ ეგ მესულიყო, როცა 80 რა ვიცი, რამდენი პროცენტი აიღო, ეგ იყო პირადად სააკაშვილის როგორი ოქმი, იცი მე რა ნანახი, მართლა მაშინ გასაჩივრებულიც იყო და ამაზე არსებობს საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნები, ვინმეს რო არ ეგონოს, რომ ეს რაღაც ჩემი მოგონილი ფაქტები არის, ყველა შეუძლია რომ გაეცნოს. ნანახი მაქვს მაგალითად მარნეულიდან ჩამოტანილი ოქმი, სადაც საერთოდ სტანდარტულად არის რომ საარჩევნო უბანზე 1500 ამორჩეველი არის რეგისტრირებული. თითო საარჩევნო უბანზე არის 1500 კაცი. საარჩევნო ოქმში ეწერა, რომ 1500 კაციდან 1500-ვე მივიდა ხმის მისაცემად და 1500-ვე ხუთი ნომერი შემოხაზა. ანუ ერთი კაცი არ გახდა ავათი უბანზე. საერთოდ არის ხოლმე 700-800 კაცია საშუალო აქტივობა. კაი აქტივობის. თენგო მეცაც გიტყვი, მე მახსოვს მაშინ ეგ პერიოდი, მე პირადად 2000 ანუ მაგრამ კიდე უფრო აქეთ წავიდეთ. 2000 ვარდების რევოლუციის მერე სააკაშვილის ის როდის იყო? გახსოვს საპრეზიდენტო არჩევნები? 4-ში რო ჩაატარეს. 4-ში რო ჩატარდა. 4-ში
მიხეილ სააკაშვილმა არჩევნები იყო სერიოზული გაყალბება მოხდა. არავის არ ეგონოს ეგ ილუზია. რომ თელმა ერმა მიცა და მართლა ზუსტად გამსახურდიასანად აიღო, მაგრამ ხმა. ეს იყო და მე გეტყვი უბანს კონკრეტულ, ჩემი მეგობრები მაშინ მახსოვს, რომ რაც ხდებოდა პლეხანოვზე, სადაც მამის ცხოვრობს და თავის უბანა, რომელსაც ყოველსაც სწავლობდა. იქ საერთოდ ჩემი მეგობრები ადამიანები, რომლებიც მაშინაც მის მიმართ ისე იყვნენ დამოკიდებული და უბრალოდ კონფლიქტი ჰქონდათ მათაც, იმიტომ რომ ოღონდ მაშინ როგორ იყო. აი მაშინ როგორ იყო ჩართული კრიმინალური სამყარო. და აი მაშინ როგორ იყო ვითომაც ძველი ბიჭები და კაი ბიჭები რო დადიოდნენ, ვითომ რო ეგონათ, ხო? მერეც ხო გაგზელდა ციხეშიც რო ხახი დადიოდა რა, ახლა მიშა სააკაშვილის ციხეს წარმოიდგინე, კაცი რა შემოდოდ გეტყოდა რომ ბიჭო მე მაყურებელი ვარ რა აქა და რა მაყურებელი კი არა, პირდაპირ გაგებით მიშა შენ ირი ხარ შენ და ამ რეჟიმის როგორ შეიძლება? აი ზუსტად იგივე ხდებოდა ქუჩაში. ზუსტად 2004 წელსაც არანაკლებად გააყალბა აი ამ ნაძირალამ, რომელიც ახლა წამოწოლილია იქ და ის არჩევნების კარგად ჩაიხედოს და ეხლა დღეს ძალიან ბევრი ხელისუფლება შეიძლება იყოს მაგედან, ვინც ეს სიმართლე იცის და ყველა მიცის რომ აი რასაც ვამბობ, ეს მართალია და მათ შორის პლეხანოვზე იმ სკოლაში რომელშიც სწავლობდა არ მახსოვს რომ აი აქეთ TBC ბანკი რომელიც სადაც არის ეხლა მაგ ქუჩაზე რა არჩევნები ჩაატარა და რამდენჯერ შევიდა ერთ-ეგივე კაცი და ხმა მისცა მაგას. ამიტომ ეხლა კარგი რა ხა ეს დიდი ბოდიში მაგრამ ეხლა არ იცის ამ გოგო არაფერი ვისთან იყო სადღოთ ვიცით გვინახავს და ისიც გვახსოვს მე და შენ ლევან გაჩეჩილაძემ ჩაკუჩი რო ესროლა გახსოვს 2000 აქვეა გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი რო იყო 2000 და ყანდიაშვილია რა გვარი იყო თახლიშვილი რო ყავდა ცესკოს თავმჯდომარე და რა მოგვიბრუნდა რა სიტყვებით მოგმართა წადითო კაცო უკვე აქო ეუთოს დაწერილი აქო რა არჩევნები გრეჩი ხამ ლევანმა გაჩეჩილაძემ მაპატიე ბოდიში გადაახკია თავზე ყველა დიდი ქალაქი მოუგო ეგ არჩევნები იყო რომ ტრაგედია უბრალოდ როგორ მოხდა რომ ეს შერჩა ტრაგედია კითხეთ ლევანს დღესაც შეუძლია ელაპარაკოს მართლა ეს კაცი кайხანი არ გამოჩენა და ძალიან დიდ პატივს ემდა მანაც იცის რა გეიქვევიდე და იქ ვიყავით, ხო? ცესკომ რა გვეპასუხა? ყუთები და იმით რომ მივედით, მაშინ მახსოვს, შენც იყავით და რავი, ყველა მაშინდელი ლიდერი. კი, მაშინ და აი ეს ვიზელაპარაკობენ ესენი რა. არჩევნების გაყალბებაზე მართლა მარაზმია და აი უბრალოდ თქვათ 2-20 სიტყვით ფულზე ვთქვით უარიო და ეხა თუ რამე გამიგება ამ ქვეყანაში ეს პარტიული ცხოვრება არ არის ჩემთვის მაინც უცხო და პოლიტიკური პარტია ფულის გარეშე ეს არის, ნუ არა, აქ იმიტომ კი არა რომ იმეს ფული უყვარს და ფულის გამო ეგ და ამ შემდეგ არ ნებისმიერი საქმის ორგანიზება სჭირდება თანხა და პოლიტიკაში განსაკუთრებით ფული არის საჭირო. პოლიტიკური პარტია რომელიც ამბობს რომ მე ფულს არ მივიღებ, რაც მეკუთვნის ბიუჯეტიდან, კანონით მეკუთვნის და არ ვიღებ ამ ფულს, ეს ნიშნავს რომ მას აქვს უკვე დარეზერვებული ძალიან ნუ როგორც მინიმუმ შეპირებულია ვიღაცა რომ უფრო მეტ ფულს მისცემს. და როგორც მინიმუმ არის უპასუხისმგებლობა მართლა ვინც აგირჩია. იმასთან არ არის? 400.000 მაკაცმა ხო აირჩია თუ რა ვიცი 200.000 მაკაცმა. ესეც არის როგორც მინიმუმ არის უპასუხისმგებლობა შენ ამომრჩევ. კი ბატონო და გვარამია როდესაც გამოდის და გამადლით აქ რომ იცი რა მე ფულს არ ავიღებ ამ პარლამენტიდან გარანტირებულად უნდა იცოდეთ რომ იმიტომ არ იღებს მაგ ფულს რომ ორი მაგნემს არიან შეპირებული. არა, ჯერ ესეთ ხო დადგინდა, არ ვიცი ხა მე არავის ხელფას არ უყურებ, მაგრამ 88,000 უხდი და თურმე ის კაცი იღებს აბა. და კიდე ამას გარდა კიდე რამ ხელა ის აქ და რაღაცეები შვიდობა და სიმშვიდე ჯიბეში ჩადებულია кайხანია რა. ეს ვიკითხოთ ჩვენ და დანარჩენმა მოსახლეობამ ვინც გვისმენს და გვიყურებს. აი ეს ხალხი მეწოდება მართლა არ ვამბობ, კი არ მეწოდება ისე არ გაიგოს ვინმე მართლა და აი ყველა ვართ ამ საზოგადოების ნაწილი მიუხედავად იმისა რომ ხარ გავართ და აი ეს ახალგაზრდები განსაკუთრებით დღესაც რო ქუჩაში დარბიან, აი ისინი არიან მართლა საწოდავები იმ გაგებით რომ გვარამიები და ხოშტარიები და ხოშტარიას აგერო $150,000 ჩაერიცხაო იმეც ქონდა ეს იმედიც როგორ არის ჩამჯდარი რომ რამდენი ჩაურიცხავს მოსკოვი ეგრევე გამოუქვეყნებს ხო არა ნუ თან ხო აი თუ ეს არ მაზავენ რუბლები რომელსაც აკონვერტირებს ევროში და ძალიან დიდ თანხასი აი ეგ ხალხი ყოველთვის მიხედავს თავის თავს ეგ ხალხი ყოველთვის იშოვის იმდენს რომ იცხოვროს თვითონ ბედნიერად და ეს ახალგაზრდები ვისაც დღეს იყენებენ აი ამ საკუთარი მიზნებისთვის ხო წლების მერე გაიაზრებენ ამას წლების მერე მიხვდები და წლების მერე გადააფასებენ რომ რაში დაკარგეს დრო, რაში დაკარგეს საკუთარი ავტორიტეტი სხვა ადამიანების თვალში, რო გამოხვალ ეხლა პარლამენტის წინ 21-22 წლის ბიჭი თან ეხლა კაი გოგოები კიდე ის რაღაცნაირი გოგო რო ყავთ ეგ კიდე სხვა ამბავია, მაგრამ ახალგაზრდა ბიჭი რო გამოდიხარ და LGBT დროშას იქნევ პარლამენტის წინ, ამით ხო არ ვიცი ეს ხო მთელი ცხოვრება კომპრომატია მე შენთვის და რის გამოაკეთებ ამას? იმიტომ რომ გვარამიამ გითხრა, ხო? და იმიტომ რომ გვარამიას ამ ყველაფერში რაღაც ხეირი აქვს მისაღები და
ცუდია, გულწრფელად მეწოდება მე მართლა ეს ადამიანები და უსურვებ ყველას, რომ აი დროზე გაერკვიეთ რა. ნუ გგონიათ, ნუ რა ვის რომ ვინმე რაღაც უფულოდ დარჩება გინდა მაგ ლიდერებიდან და ფული დაუთმეთ და გამოდიან და გამადლიან აქეთ, რომ აი ჩვენ ფულს არ მივიღებთ. არც ერთი არ დარჩება უფულოდ მაგედან, უფულოდ და უმუშევრად და საერთოდ ცხოვრება დაკარგული დარჩებიან ის ადამიანები, ის რიგითი აქტივისტები, რომლებიც დარბიან და ხარჯავენ უზომო ენერგიას. ენერგიას, რომელსაც უნდა ახმარდნენ სწავლას, უნდა ახმარდნენ საკუთარ განვითარებას, უნდა ახმარდნენ ამ ქვეყანას და საკუთარ მომავალს და ოჯახის შექმნას. აი ამ ენერგიას ხარჯავენ რაღაც LGBT დროშების ფრიალში და ეს არის ძალიან გულდასაწყვეტი და მე ამისთვის ყველა მეწოდება იმის მიუხედავად რომელ მხარეს იდგება. ამ გოგონამ სხვა შორის თქვა რომ ჩვენო ყველანიო ერთი მიზნის გარშემო ვართო გაერთიანებულიო რომ როგორმე ჩამოვშალოთო ხელისუფლებაო რაიმე ფორმებით უნდა ჩამოვშალოთო და ნებისმიერი ფორმით. შემდეგი ვიდეო მინდა ვანახო მაყურებელს იგივე TV პირველისგან როგორ და რა ფორმებით აპირებენ ჩამოშლას ეს ხალხი აღარ წერიდება უკვე და პირდაპირ ეთერებში საუბრობენ ამ ყველაფერზე მოდით ვნახოთ შემდეგი ვიდეო. აქ როდის რა უფეთქდებათ, ანუ გურიაში აუცილებლად მოთოვს, რავი, სადღაც მოერთმა გვაშოროს, მაგრამ აუცილებლად მეწყერი ჩამოწვევა. 900 რაღაცა მეწყრული ზონა, სადღაც ხო დატრიალდება უბედურება სიტყვაზე. უამრავ დღესაც კი რაღაც ახალ ამბებშია მკვლელობის მცდელობა. რომ აი რაღაცა უბედურება დაგვაწყდება რა. არა, მაგას არ უნდა ელოდო, მაგრამ რაღაც აუფეთქდება. იყო შოვის ტრაგედიაც მოხდა, გურიაშიც იყო დიდთოვლობა. აი ხო ხედავთ ხალხო. მე ხო არ მithქვამს ეს ყველაფერი თავისი პირით იძახიან რომ 900 რაღაცა ზონა გვაქვს მეწყრულიო სადმე უბედურება როგორ არ დატრიალდებაო. ჩაი ლეში ჭამიები, ჩასაფრებულები არიან სადმე რაღაც უბედურება მოხდეს, რომ მე ამაზე პოლიტიკური პროცესი ააგონ. ეს ის ხალხია, ორგანიზმის მაძიებელი ministri რო ყავდა. ზუსტად, პირდაპირ ეთერში იძახიან ამას, არც მალავენ ესეთი გეგმაც რო გქონდეს და ჩვენ რო ვამბობდით და ვამბობთ რომ ესენი ლეში ჭამიები არიან და უბედურებას დაძლებენ რომ მე ამითი პოლიტიკური დივიდენდი მიიღონო, ამაზე გვეუბნებიან რომ აი თქვენ რაღაცებს გვიგონებ და კოცები ხარ და იქ რაღაც პუტინის პროპაგანდას ეწევით. თავისი პირით იძახიან რომ რაღაცა უბედურება როგორ არ დატრიალდება კაცო ამ ქვეყანაში და როგორ არ აუფეთქდება ამ ხელისუფლებას მე ეს ყველაფერი რომ ამითი პოლიტიკური დივიდენდი მივიღოთო და იქ ჟურნალისტის რო ეთანხმება რომ აბა კაცო ხო შოუში ხო მოხდა ტრაგედია მაგრამ რატო ვერ ვიხეირეთ მაგ ყველაფრით აქეთ ნაცები აი ამ ხალხთან გვაქვს ხალხო საქმე რა ეს ხო არის ამათი ილუსტრაცია და ნუ არ ვიცი ამ ყველაფერს რო უყურებ თან ადამიანი ხარ ამათი მაყურებელი კიდე რჩები ამათი გულშემატკივარი უკვე არ ვიცი რაღაც ანალიტიკური კი არა და კრიტიკული აზროვნების სერიოზული პრობლემა გაქვს ალბათ. არა, რაციონალურ მზელობაზე საერთოდ არა ზედმეტია ლაპარაკი. ხა ჩვენ ყოველთვის ყველა რაღაც ამ კომენტარის ანალიზს რო ვაკეთებთ, გვიწევს ადამიანურ ფაქტორზე, არავითარ შემთხვევაში ჩვენ ხას არ უსვავთ, მაგრამ ნუ ეხლა აი ამ რა ქვია სურვილით, აი ამ გამომეტყველებით, აი ამ ენერგიით, რაღაცა ნეგატიური ენერგიით და აი ამ დამოკიდებულებით შენ როცა ლაპარაკობ და გამოდიხარ და ტელევიზიას პრეტენზია გაქვს რომ შენ საზოგადოებრივ აზრს ქმნი და საერთოდ ყველა ტელევიზიას მინიმუმ რაღაცა შენგანი კონსტიტუცია არსებობს, ხო რაღაც სახარება, რაღაცა პრეზიდენტი ფიცდებს, შენ რაღაცა ექიმი რაღაცა ჰიპოკრატეს ფიცს ამბობს, მაგრამ შენ რაღაცა პასუხისმგებლობა გაქვს რომ რაღაცა არ შეიძლება გადაუმოწმებელი ან რაღაცა ისეთი ნეგატიური ან სიზურლის ენა თუ არის აი ეს არის რომ ჯერ ერთი ეს კაცი ნატრულობს და გაიხსენა მთელი ტრაგედიები რაც იყო ბუნებრივი კატაკლიზმებზეა ლაპარაკი სამწუხაროდ არ ახსენდებათ რაც თვითონ იმ ხელისუფლებამ მოაწყო უბედურებები რაც კატაკლიზმა სულ არ იყო კატაკლიზმა იყო რაც მოუწყეს თავის დროზე იგივე აფრასიძეებს კატაკლიზმა იყო რაც მოუწყეს სანდრო გირგულიანის ოჯახს კატაკლიზმა იყო ბუთას რაც მოუწყეს და 157 კაცი რო დაცხრილეს კატაკლიზმა იყო რომ იშავაძეს რაც უქნეს 26 მაისი 15 ივნისი ბუნებრივი კატაკლიზმა მაშინ არ ყოფილა, მაგრამ უბედურებებს აწყობდა ის ხელისუფლება, რომელსაც ახლა ესენი პირდაპირ ეთერში ნატრულობენ რომ მოვიდნენ, მობრუნდნენ და ამასთან ერთად ბუნებრივი კატაკლიზმა რაც მოხდა მართლა საუბედუროდ, სამწუხაროდ, სადაც მართლა ერი და ბერი უნდა გაერთიანდეს და 100-ია და იმაშიც მაშინაც გაერთიანდა ერი და ბერი. აი წყალდიდობა რომ მოხდა პირველი მართლა ხელისუფლება შეცრული იყო ახალი 13 წელი იყო ხო ივნისის ტრაგედია. და მართლა ყველა იქ არავინ არ უყურებდა თან ახალი პერიოდი 1 წელი არ იყო გასული ნაცების მიმართ როგორი აუტანლობა ჰქონდა ჩვენ არა ადამიანურად კი არა უბრალოდ ის მაგრამ გვერდიგვერდ რომ ხედავდი რა ხალხი ეძებდა იმ მიცვალებულებს მაგრამ ეს ხალხი ვიც ახლა ტელევიზორში აი ეს კაცი არ ვიცი როგორ ვთქვა კაცი როგორ შეიძლება
ამაზე თქვა, ხო, რა ვიცი. ეს ადამიანი გამოდის და ისიც უდასტურებს, რომ კარგიო რა, შოვი ხო მოხდაო, ტრაგედია რა, ვინ გამოიყა? ანუ ოპოზიციურმა ელემენტებმა ან ვინმე თუ არ გამოიყენა ეს უბედურება, ესე იგი რასაც დანაშაულია. ერთმანეთს აკრიტიკე მერაში და არაფერი არ მიკვირს. უკაცრავად, ვანო მერაბიშვილის მინისტრი ყავდათ ამათ ვანო მერაბიშვილი, რომელიც ორ გვამს ითხოვდა აუცილებლად. ერთი კითხვა მაქვს, ხო? სხვათა შორის არ ვიცი ახლა რამდენად ეს ეთერში შეგვიძლია ჩვენ თქვათ, არა ვთქვათ, მაგრამ ვიცი რომ მაინც ინტერნეტ ტელევიზია, ინტერნეტში მოვუწყობთ, მაგრამ პრობლემა არ არის ჩვენ თავისუფლად. აი, ხშირად ვიხსენებთ ამ ორი გვამის ისტორიას და ვანო მერაბიშვილს ამაში ვადანაშაულებთ. მე მინდა კომისიას, არ ვიცი, ან ინფორმაცია მივაწოდო, ან ვთხოვო. ეს საქმე დღესაც ცნობილია და ცოცხალია ის ოჯახის წევრებიც, რა თქმა უნდა, ბატონი გია კრიალაშვილის და კობა უთანაძეც. მე არ ვიცი ახლა ამის უფლება მაქვს თუ არა თქო, მაგრამ ეს ძალიან კარგი პიროვნებაა. მე ამ კაცს ძალიან ახლოს ვიცნობ და მე მგონი შეციცნობ და მე ეს კაცი გათავისუფლდა და ეს კაცი ბოლო-ბოლო რაც ამას გადატანილი აქვს, ეს საქმე აუცილებლად ძალიან ბუნდოვნად არის სადღაც შემოგდებული. ხო და აი მართლა ერთი კობა უთანაძეს და ამ ოჯახის წევრებს კითხონ. უკაცრავად რა უბედურება იყო ეს მათთვის. კაც 35 წელი ქონა მიჟილი. თუ ჩვენ ვამბობთ რომ საყოველთაო ამინისტია და რა თქმა უნდა სამართლიანი იყო, მე არ ვიცი ხა 250 კაცი, რა თქმა უნდა იქ რაღაცა კითხვის შეშე იქნებოდა, მაგრამ ჩვენ ხო ვიცით რომ სააკაშვილის რეჟიმის მერე აუცილებლად უნდა მომხდარიყო საყოველთაო ამინისტია ციხეებშიც მოხდა. მაგრამ თუ კონკრეტულად ავიღებთ, თუ ამ კაცს შეეხო ეს ამინისტია, თუ ეს კაცი გამართლდა 35 წელი ქონდა მისჯილი, თუ 30. მარტო საკანში იჯდა, ხერხემაში იტყვია და 3 თვე ეს კაცი უმძიმეს მდგომარეობაში იყო, ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა, ისე იყო საკანში. რა ვიცი, თუ ეს კითხვის ნიშნებს არ აჩენს საგამოძიებო კომისიაზე, რა ვიცი. მე მგონია რომ მე რო დამიბარონ, სულ არ არის ჩემი საქმე ამასთან ახლოს არ მევა, თქვა 15 ივნისის საქმე, თქვა ხო, რეზონანსული საქმეა, ბოლო სტრასბურგი მოვიგე, მაგრამ არაფერს არ ვამბობ, კაცო, ღმერთმა, სადაც თვითონ იარონ ილაპარაკონ, ოღონ შედეგი იყოს ნაცების გასამართლება, თორე ეს საქმე კობა უთანაძე, ღმერთმა ჩამთანათო, ცოცხალია ეს კაცი. ნახეთ რა ისტორიებია, თუ ეს მართალი არ იყო, სადაც გია კრიალაშვილი მოკლეს. ეს ოპერაცია რა იყო საერთოდ? აი ორი გვამს რო ვახსენებთ. მე აღარ იქნება სათქმელი, ისინი რო გვაწახებენ ხო, ორი გვამი და იქ კადრებში რო ეძებენ, იმის გასო რა ქვია ახლა, მე ახლა იმუშავებს, აბა ყველა ეგრე მე დიდი სურვილი მქონდა რომ საერთოდ პოლიციელი, პატრული აღარ ყოფილიყო სააკაშვილის მერე, მაგრამ ეგრე არ არის კაცო. ვიღაცა უნდა დარჩეს, ახლა ეგრე არ არის მარტო იქ რაღაც ანალიტიკური სამსახური რაღაცა. ახლა მე რომ მინდა თენგო და შე რო გინდა, მასე ხელისუფლება არ იცვლება და ყველას რომ მოწონდე, კიდე ეგეთი არ ვიცი მე ხა ვერ იქნები მე მგონი ხო, მაგრამ თუ რამეა გამოსაძიებელი ერთ-ერთი, აი ეს ორი გვამის თემა საიდან წამოვიდა და რო უნდა და ორი გვამი და საბედნიეროდ და სამწუხაროდ, მაგრამ ერთი მიუყვანეს. შენ წარმოიდგინე ხო? შემთხვევით გადარჩენილი კაცია, რომელსაც 35 წელი მიუსაჯეს, კობალაძე იჯდა მანამდე ამ საქმეზე. კობაც იჯდა ამაზე და მე სასამართლო პროცესზე დავდიოდი. კობა უთანაძე ვერ მოყავდათ, იმიტომ რომ ისე იყო და კობა დადიოდა პროცესებზე. კობა თვითონ გაოცებული იყო, უსმენდი და უყურებდი ჩვენ ამას, დავდიოდით მაშინ. გახსოვს ეს პროცესები დიდარბაში ტარდებოდა და აბა იგენახა პრესა შევიდოდა არა, დედიშენი შვილი ხარ და ამოგვეღო იქ მობილური და ან კობალაძე გადამეღო ან ოჯახის წევს იმეს გადაეღო. აი ეს არის გამოსაძიებელი. და ამათ პირდაპირ ეთერში ხმა სამუდამოდ დაუდუმდებათ. თუ ხმა არ დაუდუმდებათ, მე ფიზიკურად თუ დადგება ის რომ სასამართლომ დაუდგინოს რომ ფიზიკურად მათ მოუწიოთ ციხეში ყოფნა, ანუ პატიმრობა რა არის, ხო? გეზღუდება თავისუფლებაზე ყოფნა და ხარ რაღაც გარკვეულ დაწესებულებაში, ხო? ფიზიკურად გეზღუდება. აი ეგ თუ მოუწევთ, ეგეც სასამართლომ გადაწყვეტოს. სავსებით გეთანხმებ მერაბ და ხო უბრალოდ გასაკვირი არის ის რომ ამდენი ხანი არ მოხდა რამდენ, თუმცა შეიძლება რა ვიცი გრძელდება ეს გამოძიებები და არა ღმერთმა კრას, მაგრამ უბრალოდ აი ორი გვამზე ხშირად ვამბობდა, ეს ორი გვამი საიდან მოდის? ის დღე იყო საოცარი დღე. არის ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი, რომელიც არის აქეთ მხარეს, სხვა უამრავ არგუმენტთან ერთად ეს უბრალოდ აი პირდაპირ კადრებში ჩანს, რომ მინისტრი ავალებს ადამიანებს, ორი გვამი მომიტანეთ.
და ამას იყენებს მათ შორის ქართული ოცნების აი ეს მედია ასე შემდეგ ხშირად მოგვისმენია მათი მხრიდან, ხო? ეს არგუმენტი და რატომ არ უნდა მოხდეს ამ საქმის გამოძიება? არ ვიცი, შეიძლება პირადად მე ხადავ, შეიძლება ბატონი კობასრულიც არ არის, მაგრამ ხო, ყოველ შემთხვევაში არის ვინმე მივიდა და კითხა, საზოგადოების ინტერესი არის. ძალიან დიდი. იმიტომ რომ მე ვესწრებოდი ამ პროცესს და ძალიან სერიოზული პროცესი იყო და ბოლო-ბოლო ხალხი და ეს კაციც მოკლეს. ბოლოდ გადარჩა და ზე პირად იცის, ხმები იცის, ვინ ესროლა. ანუ ხმით ხვდება. იდენტიფიცირება ხმის ხო იცი და სპეციფიური ხმები აქვს გამოდენიმე ადამიანს კონდა ნაცმოძრაობაში. რომელიც მეც ვიცი, შენც იცი, არ ვიცი, მე ხა არ ჩევდივარ გამოძიებაში. კი, მაგრამ როი შავაძის საქმე, ეხლა ხო მოხდა კაბატონი ციცინო ჩამოდიოდა და რამხელა პროცესი ესრებოდა, ხო რამოდენიმეს მეც დავესწარი. ხო დადგა გამამართლებელი განაჩენია რა, რა მოხდა ეს კაცი დაცხრილეს როგორ. კი, მკვდარს ვერ გაავცოცხლებ, მაგრამ გიაკრელაშვილის ოჯახი, მაგრამ რაღაცა ხო შეიძლება რომ ვიცოდეთ რა. მე მგონია რომ რაღაცა სერიოზულად მივა, რაღაცა ბოლო-ბოლო გავიგებთ რა მოხდა რა. ცოცხალია ეს კაცი კობოთანაზე ხერხემალში კაცი გადატეხილი და ტყვია ხერხემალთან 35 წელი მიუსაჯეს და გამოვიდა მე იმიტომ რომ საყოველთაო ამინისტრა რა თქმა უნდა შეეხებოდა აბა რა კი ბატონო იმიტომ რომ მართალი იყო მაგ ყველაფერში და ეს დადგენილია მაპატიე ცოტა ისა ხო ჩვენ აღარ გვხვდება ალბათ დრო ხო დრო ძალიან ცოტა გვხვდება მაგრამ ერთი ძალიან პატარა ვიდეო გვაქვს მომზადებული ეს არის საქართველოსთან ეს არის ეს შეეხება უკვე საერთაშორისო ამბებს ვიქტორ ორბანის ძალიან მნიშვნელოვანი ჩემი აზრით განცხადება იყო იმ ადამიანებისთვის ვისაც ჯერ კიდევ აქვს იმის ილუზია რომ იგივე საქართველოს აქვს რაიმე პერსპექტივა რომელიმე ევრო უწყებაში ინტეგრაციის და ეს თემა სამწუხაროდ ჯერ კიდევ არ არის საქართველოში მიუხედავად იმისა რას ხედავთ უკრაინასთან მიმართებაში ვიღაცები ამას ვერ ხვდებიან და ვერ თარგმნიან რომ იგივე არის უკვე საქართველოსთან მიმართებაში დამოკიდებულება სწორედ უკრაინაზე საუბრობს ვიქტორ ორბანი აი ამ ძალიან პატარა ვიდეოში და მინდა მოვისმინოთ აი ეს მონაკვეთი მათ სჭირდებათ ფული, სხვების ფული, ამიტომაც სურს ევროკავშირში შესვლა ნებისმიერ ფასად და დაუყოვნებლივ. მათ არ ადარდებთ ის, რომ ომს შემოიტანენ, არ ადარდებთ, რომ ფერმერები ნადგურდებიან, არ ადარდებთ, რომ უკრაინული მაფიის მსხვერპლი გავხდებით, მაგრამ ჩვენ უნგრელებს გვადარდებს. ჩვენ არ გვინდა მათ ომში ჩათრევა. ჩვენ არ გვსურს ისინი და არ გვინდა, რომ უნგრელი ხალხის ფული ბრიუსელის გავლით მათთან მივიდეს. საუბარი არის უკრაინაზე და საუბარი არის ვიქტორ ორბანზე, რომელმაც სრულიად გულწრფელად ახსნა, რატო იმიტომ კი არა, რომ ამ კაცს ან უკრაინელები ეჯავრება, ან უკრაინა არ უნდა არ უყვარს, მეზობლები არიან ბოლო-ბოლო უკრაინაში ცხოვრობს უნგრული დიასპორა საკმაოდ დიდი რამდენადაც ვიცი. ძალიან ახლო ხალხია ერთმანეთთან და ამაზე კი არ არის საუბარი. ეს ადამიანი ანდა ძულს უკრაინელი ერი ანდა განადგურება უნდა. სულელია პირიქით. ეს ადამიანი ხსნის იმ ობიექტურ მიზეზებს, რატომ ვერ გახდება უკრაინა ვერასოდეს ევროკავშირის წევრი, ყოველ შემთხვევაში უნგრეთი რატო ამას ვერასდროს ვერ დაუჭერს მხარს. განა არ და ვერ დაუჭერს მხარს, იმიტომ რომ საკუთარ ინტერესზე წინ სხვა ქვეყნის ინტერესს ვერ დააყენებს. მე ხა უბრალოდ მინდა ვკითხო აი ამ ჩვენი ევროინტეგრაციის მომხრე საზოგადოებას, მოტრფიალე საზოგადოებას, როდის უნდა დავამთავროთ აი ეს ილუზია. ამდენი ხანი რომ უბრალოდ კითხვის დასმა რომ შესაძლებელი არის საქართველოს ინტეგრაცია ევროსტრუქტურებში, აი ამ ფორმით რომ შეკითხვა დაგესვა, უკვე ითვლებოდა რომ რუსეთის პროპაგანდას ეწევი. როგორ არ არის ეს ხო ყველას გვინდა, ჩვენ ხო ყველა ამისკენ ვისწრაფვით, აი საქართველოში რო ჩავატაროთ არჩევნები რომ რაღაც პირობითად რომელიღაცა წყნარი ოკეანის კუნძულზე გვინდა რომ გავხსნათ სამხედრო ბაზა, ამითი რა ეს ბაზა გაიხსნება, იმიტომ რომ ქართველი ხალხის ნება ესეთია და გამოხატულია ეს ყველაფერი არჩევნებში და პლებისციტში. როდის უნდა დავამთავროთ აი ეს ილუზია და დადგა თუ არა იმისი დრო უკვე რომ ქართულ საზოგადოებაში სერიოზულად დაიწყოს იმაზე მსჯელობა რომ მთელი ეს 30 წლიანი პერიოდი რა გზაზეც მივდიოდით ეს ეგ გზა არ არსებობს არცად არ მიდის და რეალურად ქვეყანას აღარ აქვს იმისი ფუფუნება რომ ილუზიებში იცხოვროს უკვე 3 ათეული წელია ამ ყველაფერში გასული მე უბრალოდ აი შეკითხვაც მინდა დავტოვო ერთგვარად, იმიტომ რომ ვფიქრობ რომ შემდეგი გადაცემა სწორედ აი ამ თემას მიუძღვნათ და ამ თემაზე გავაკეთოთ. ილუზიები, რაშიც ეს ქვეყანა აცხოვრეს 30 წელი და უმძიმესი შედეგები, რაც ჩვენ უკვე მივიღეთ ამ ყველაფრით და რა იქნება უკვე მომავალში ამ ყველაფრის შედეგი, ჩვენ კიდე თუ ვერ მოვედით გონს და კიდე გავაგრძელებთ აი ეს რომ მე მინდა და გავხდები ევროკავშირის წევრი, აი ეს ნარატივები. ძალიან მოკლედ ვიტყვი და უბრალოდ აი მით უმეტეს ორბანის გამოსვლა და ეს ტექსტი არაერთხელ გაუჟღერებია უბრალოდ ამ ბოლო დროს ის უკვე ძალიან კაფიოთ და პირდაპირ ამბობს ყველაფერს. მოდი ის რაც შენ თქვი ეს დავამატებ მარტო. იმ ყველაფერთან ერთად რაც შენ ჩამოთვალე რა რეალობაც უდგას ქვია უნგრეთს
ეს კაცი არის უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, მესამე თუ არ ვცდები თუ მეორედ გამარჯვებული, სადაც აირჩია ხალხის უმრავლესობამ და ეს კაცი ლაპარაკობს საკუთარი ქვეყნის ინტერესებიდან და ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე. აი ეს განსხვავებაა და ეს განსხვავება აუცილებლად იქნება ყოველთვის მომგებიანი, რასაც ვერ ხედავს ეს ჩვენთან ბნელი ლიბერალები, აი ეს პარტიები, რომლებიც ერთი იყვნენ და დაიშალენ და მუდმივად უნდათ ევროპაში წასვლა და ევროპაში უნდათ შესვლა. ზუსტად იმ ლოგიკით უნდათ შესვლა. როგორც ჩვენ რითიც დავიწყე ჩვენ გადაცემა, ანუ LGBT თემი გვეუბნება, რომ მე შეგან განსხვავებული ვარ, ოღონ აუცილებლად მიმიღე. აი ამათ ესეთი ის აქვს. ესენი ხო ცინიზმით უყურებენ ღირსებით ევროპაში არა ის, ანუ ქართულ ოცნებას რაც გააკეთა, როგორც თქვა და ასე შემდეგ. შეიძლება ჩვენ ბევრ რამეში ტერმინოლოგიაში ვიდაოთ, რამდენად ჩვენთან ახლოს არის ღირსებით ევროპაში შევდივარ თუ საერთოდ შეიძლება არც თქვა ღირს, მაგრამ სადაც არ უნდა წახვიდე ღირსეულად, შენი ქვეყნის, ანუ დესპანი ხარ, ხო და ღირსეულად უნდა შეხვიდე. ოჯახშიც ღირსეულად უნდა იცხოვრო და ოჯახის გარეთაც. რაც არ უნდა იყოს, ბავშვსაც უნდა რომ დაელაპარაკები, მასას თავის ღირსება აქვს, ისე უნდა დაელაპარაკო და დიდსაც რომ დაელაპარაკები, ასე და იმისგანაც იქ ველოდები, ხო? უფროსი ადამიანისგან იქნება თუ ოჯახის წევრისგან და ასე შემდეგ. მაგრამ თავარი განსხვავება კიდე იქ ესაა, რომ ეს კაცი კარგად იცის საკუთარი ქვეყნის ხალხის მაჯისცემა, არის ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და საკუთარი ქვეყნის და ხალხის ინტერესებს იცავს. და დღეს შუაგულ ევროპაში უდიდესი ქვეყანაა უნგრეთი და არანაკლები პარტნიორი მთელ ევროკავშირში და აღმოსავლეთ ევროპისთვის განსაკუთრებით სწორედ იქა და იმ ადგილას ამბობს იმას რაც არის საჭირო. არის დრო ქვების შეგროვების, არის დრო ქვების სროლის. და ორბანსაც მათ შორის უკვე ღიად დაუდგა რომ პრინციპულად ესე თქვას, ეს ამბობს ქვეყნის ინტერესებს და ეს კაცი სათქმელს და ხალხის ინტერესებს. აი ეს არის რაც ყველაზე მეტად არ მოწონთ. იმიტომაც ლანძღავენ ორმანს და ეძახიან 1000 უბედურებას. დიდი მადლობა ჩვენს ძვირფას მაყურებელს აქტიურობისთვის სოციალურ ქსელში. დღეს ჩვენი გადაცემა ამით არის დასრულებული. ამ ფორმატში მომავალ შაბათს შევხვდებით, თუმცა მანამდე ბუნებრივია ჩვენ გვექნება მთელი რიგი გადაცემები, 4 შაბათს მათ შორის იქნება ჩემი გადაცემაც, სადაც ძალიან საინტერესო სტუმართან ერთად განვაგრძობთ მნიშვნელოვან თემებზე საუბარს. დიდი მადლობა და დაგემშვიდობებით. მადლობა, კარგად ზანდებოდეთ, ნახვამდის ჩვენს მაყურებელს და მსმენელს.